დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პირად პლანეტებზე, მაგრამ სანამ პირად პლანეტებზე საუბარს დავიწყებ უშუალოდ, მინდა ესეთი რაღაც გავაკეთო, რატო აქ მნიშვნელოვანი ამ იყო ესეთი შეკითხვები. მოკლედ ზოგს არის მის რატო ვლაპარაკობ 12 პლანეტაზე და რატო ზოგიერთი ასტროლოგი იყენებს მხოლოდ 7 პლანეტას. აა 7 პლანეტიანი ის ჩავაგდე, რა თქმა უნდა, ფოტო თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ და მეც შემიძლია გავაზიარო, მე მგონი ამ როგორ უნდა აქ არის სადღაც share. აი თქვენ ახლა თქვენც დაინახავთ, მე მგონი ხედავთ ხო ესეა. კი, აი ჩანს. აქ არის ქართულად არ წერია, იმიტომ რომ ეს ინტერნეტიდან ავიღე ეს ფოტო. ეს არის იწყება ვერძით, თავდება თევზებით, როგორც ტრადიციულად პირველიდან ბოლომდე მივდივართ და არის მხოლოდ გამოყენებული არის მხოლოდ 7 პლანეტა. ეს ნიშნავს, რომ ვენერა არის როგორც კუროს, ასევე სასწორის მართველი. ეს ნიშნავს, რომ იმას, რომ მარსიც მეორდება მორიელში ვერცხლთან ერთად, ხო? სატურნი გვევლინება როგორც მშვილდოს, როგორც თხის რქის, ისე მერწყულის მმართველად და იუპიტერი გვევლინება როგორც მშვილდოსნის, ისე თევზების მმართველად. ცხადია, რომ როდესაც გაქვს 7 პლანეტა და 12 სახლი, 5 რჩება ისე, რომ უნდა გამეორდეს, ხო? ანუ რაღაცა დუბლირება მოხდება ხოლმე. მერკური გამომრჩა, იმიტომ რომ მერკური არის ყუპების და ქალწულის მართველი, აი ამ 7 პლანეტის მიხედვით. დღესაც ასტროლოგების დიდი ნაწილი იყენებს მხოლოდ 7 პლანეტას. მე ანუ ხათუნად შესაბამისად ხომ სულ ახსენებ ეს არ გამოდის რომ მე და რატომ იმაჩნია სწორად ეს, რომ აღარ არის 7 პლანეტის დრო. როდესაც 7 პლანეტით დაიწყო ასტროლოგია, ბორბალიკი არსებობდა, მაგრამ ველოსიპედიც არ არსებობდა. ტექნიკური პროგრესი, ცივილიზაციური პროგრესი, ყველანაირი სოციალური პროგრესი აჩენს საჭიროებას, რომ ახალი რაღაცები შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, ხო, შემოაქვს თავისთავად და თავისთავად შემოდის და აღმოჩნდა შემდეგ ახალი პლანეტებიც. უტყვილა არ ხდება ეს რაღაცა, ხო? ტექნიკურ პროგრესს უკავშირდება პირდაპირ ურანის, პლუტონის, ნეპტუნის, პროზერპინას, ქირონის აღმოჩენა. შემდეგ სურათზე რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, ეს არის უკვე ის ცხრილი, რომელიც თქვენთვის შევადგინე. აქ უკვე არის ჩამოთვლილი და მე მგონია ეს გამოგვადგება რიგ შემთხვევებში. ზოგადად დღევიდან რო არ გადაწეროთ ან ისწავლოთ ზეპირათან, ჯერეთი აქ ჩავთვალე საჭირო, რომ თვითონ ნიშნის თითოეული ზოდიაქოს ნიშნის აღმნიშვნელი სიმბოლოები უნდა გქონდეს, უნდა ვიცოდეთ. ამ მიმავდროულად წერია ინგლისურადაც და ქართულადაც. ქართულად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ძალიან ბევრი რესურსი არის, სადაც წერია ინგლისურად. ამიტომ მე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ, რომელ რესურსები შეიძლება გამოიყენოთ, რომელი ამბედნაკლებად ჩანდო. ამიტომ ეს ნიშნები და მათი მმართველები და შესაბამისი სახლებიც დავწერე. ანუ ჩვენ როცა ვიწყებთ პირველით ვერძით და მივდივართ ბოლომდე თევზებით, ესენია ასევე ეზოთიაქოს ნიშნები, ასევე სიმბოლური და ეს პლანეტები არიან სიმბოლური მმართველები კალის სახლებისა, 12 სახლისა და ეს რომ დავიმახსოვროთ ძალიან კარგი იქნება თანდათან, რა თქმა უნდა, ეს ცოტა მერე დაგჭირდება, მაგრამ აქვე ჩავთვალეთ, რომ თავიდანვე სახლების სიმბოლოები რომაული ციფრებით გამოიხატება როგორც წესი. ზოდიაქოს ნიშნების სიმბოლოები ცნობილია და გრაფიკულად ესე გამოიხატება. ზოგი ადვილი მისახვედრია, ზოგი ვერ გაიგებ რა მისახვედრია. ჩემთვის მე რომ მივალთ მთვარეზე და კირჩხებზე იქ ვილაპარაკებ რატო აქ ეს ნიშანი ესე და რატო ცოტა სასაცილო და ამიტომ გეტყვით და პლანეტების აღნიშნულებიც ესე არის. აქ როგორი თანაფართობა გვაქვს? ვერძი მარსი, კურო ვენერა, წუპები მერკური, კირჩხები მთვარე. ეს მიდევს 7 პლანეტის იმას, ხო? ლომიმზე აი აქამდე არის ყველაფერი როგორც 7 პლანეტა. შემდეგ მოდის ქალწულში პროზერპინა და არა მერკური.
სასწორი ქირონი და არა მ, ვენერა. და არა ვენერა, მორიელში პლუტონი და არა მარსი, მშვილდოსანში იუპიტერი თავისია. იუპიტერი იქაც ისე იყო, მშვილდოსანი იუპიტერი არ იცვლება და სლავა ბოგუ, რომ იცით თქვენ ძალიან კარგია. ამ ცეცხლოვან ნიშნებში თუ კი ვინმეს მიმართ სიმპათია მაქვს, ეს აშკარად მშვილდოსნები არის ეს რაღაც ჩემი მითი. თხის ხა სატურნი, აქაც ეს რჩება, მერწყულში ურანი, როგორც ზედა ოქტავა სატურნის და თევზებში ნეპტუნი. თითოეულ სამ პლანეტაზე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ. დღეს უბრალოდ ვიწყებთ პირადი პლანეტებით. ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ პირად პლანეტებზე და ეს პირადი პლანეტები არის ნათობების პირობითად ვეძახით და ეს არის მთვარე და მზედა მთვარე და პირადი პლანეტები მერკური, ვენერა და მარსი. რატომ არის ესენი რატომ ვიწყებთ ამით? ცხადია, იმიტომ რომ ყველაზე პირველი რაცა მზის მდებარეობა განაპირობებს ზოდიაქოს რომელი ზოდიაქოს მივეკუთვნებით, ესე ვთქვა, პირობითად და შესაბამისად ძალიან ინფორმაციული და რა თქმა უნდა ამით უნდა დავიწყოთ. აა ესე იგი, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რატო რაღაც ესეთი საუბრები არის ხოლმე ხშირად, რომ აი ასტროლოგიას კიდე ასტროლოგებს გონიათ, რომ პლანეტები და დედამიწის ირგვლივ ბრუნავს და ნუ ეს არის სიბეცე, ანუ არ იცი რას დედამიწის მიმართ პლანეტების განლაგების კუთხე იზომება, ანუ ათვლის წერტილი არის არა მზე, ზის მიმართ კი არ განვიხილავთ პლანეტების მდებარეობას, არამედ დედამიწის მიმართ. ასეთ ადამიანებს, რომელსაც გონია, რომ ჩვენ დედამიწის ირგვლივ გვჯერა, რომ ბრუნავს პლანეტები, ვეკითხები ხოლმე, რომ მზე მოძრაობს თუ უძრავია და მეუბნებიან, რომ რას არ მოძრაობს, თავისი სივრცეშიც მოძრაობს მზე, თავისთავად ყველა ვიცით და ჩვენ ყველა ეს პლანეტები მთელი მივდივართ, ანუ ჩვენც უძრავი არა, უძრავი წერტილი არ არსებობს კოსმოსში, ყველა მოძრაობთ, ხო? რაღაცა სფეროს მიმართ, სხვა ჩვენზე დიდის მიმართ მოძრაობთ. უბრალოდ, აი როცა ვამბობთ, რომ ხნის კვადრატს, ან სექსტილს, ან ოპოზიციას, ეს ნიშნავს, რომ იმ წუთას რუკაზე ესეთი განლაგებაა პლანეტების, რომ დედამიწის მიმართ ვზომავთ. ჩვენზე როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ეს ყველა პლანეტა მზის სისტემაში შედის და მოძრაობს მზის ირგვლივ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენთან, დედამიწასთან როგორ დამოკიდებულებას ქმნის, ხომ ესეა? მზე არის ნათობი ვარსკვლავი, რომლის ირგვლივ ჩვენ ბრუნავთ, გასაგებია. 750 ჯერ აღემატება ყველა პლანეტას. აი მზის სისტემაში ყველა პლანეტა რო გავაერთიანოთ, ის 750 ჯერ კიდევ უფრო დიდი არის. დედამიწის დიამეტრზე 109 ჯერ უფრო დიდია და მისი ციკლი ნიშნავს, რომ ერთ მის რკალს, რომელსაც შემოივლის და ეს სპირალური არ არის სიბრტყეში, 12 თვეს უნდება. ეხლა რას აღნიშნავს მზე ჩვენ ცნობიერებაში, ჩვენ რუკაში უფრო სწორედ და როგორ უნდა გამოვიყენოს, ხო? პირველ რიგში ეს აღნიშნავს მეს, როგორი ვარ მე. ჩემი ენერგია, მე როგორც პიროვნება, როგორც სულის და ხორცის ერთობა, რამდენად შემიძლია რამდენად აქტიური ვარ ცხოვრებაში, რამდენად შემიძლია საკუთარ თავის დამკვიდრება, როგორ შემიძლია, მათ შორის აი დამკვიდრებაში ვგულისხმობ, რამდენად შემიძლია ჩემი არსება გავაგრძელო, ანუ დავტოვო შთამომავლობა, რამდენად შემიძლია ვმართო სხვა ადამიანები, რამდენად ლიდერი ვარ, რამდენად შემიძლია სოციალურ ჯგუფებს ვხელმძღვანელო, რამდენად შემიძლია ვიყო წარმატებული და ვიყო პირობითად რომ ვთქვათ სცენაზე, ნებისმიერ სცენაზე თამადიდან დაწყებული აი ამ როლს გულისხმობ, თამადიდან დაწყებული კლასის ხელმძღვანელი დამთავრებული ან რომელიც დგას და ვიღაცის მიმართ რაღაცა მასებს 20 კაცია, 15 კაცი თუ 12 განრისხებული მამაკაცი ამათ უხელმძღვანელო. რამდენად მაგ ეს უნარი, ანუ ლიდერია, ну, რა თქმა უნდა, მზე არის და
ეს არის მსახიობების, მომღერლების, ანუ სცენის აღნიშნული ეს სცენის ნებისმიერი ფორმატის და გართობის ან სიცოცხლის ტკბობის ნიშანი, ანუ ზე აღნიშნავს ამას, იმიტომ რომ ლომის მართველია და ეს ნიშანიც ესე პარალელურად რო ვთქვათ, მეხუთე სახლი, ეს არის ამავდროულად არის კაზინო, აზარტული თამაშები, ნებისმიერი სახით დანიძლავება, გამოწვევა ნებისმიერი სახის, აბა თუ ამას გააკეთებ, აბა თუ შეგიძლია რომ ეს გააკეთო, აი რაღაც ესეთი გამოწვევები და ასე შემდეგ. ასევე ნებისმიერი სახის ტრიბუნა, კონფერენციის წინ, ну ეს თქვი, ნებისმიერი ფორმატით, რაც შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ, რომ ადამიანი დგას რაღაცა რაოდენობის სხვა ადამიანების წინაშე და წარმოთქვას რაიმე სახის ტექსტს ეს მოუწოდებს თუ მოძღვრავს სულ ერთია, ხო? მაინც თავისი ფუნქცია აქვს ის, რომ ამ ხალხს მიმართავს და ხელმძღვანელობს. ესე იგი, მიწის არ გვთქვამს, რომ არ გვიხსენები აქამდე, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი იყოფა სტიქიებად, ეს ვიცით, ხო? ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. სტიქიის მხრივ მზე არის ცეცხლის სტიქია, და შესაბამისად, ასევე როცა მზეზე ვლაპარაკობ, იგულისხმება, რომ მისი მმართველობის ქვეშ მყოფი ზოდიაქოს ნიშანი და ასევე სახლიც, ხო? იმიტომ გაგიზიარეთ ის ცხრილი, რომელსაც მე ჯგუფშიც ავტვირთავ. მეტალი, რომელსაც ლითონი, რომელსაც ის შეესაბამება მზეს, ეს არის ოქრო და რიგ შემთხვევაში კიდე არის სპილენძი. თავად ხვდებით ალბათ რატო? იმიტომ რომ ფერი ამას აქვს ცეცხლის ფერი, ხო? კვირის დღე, რომელსაც მზე მფარველობს, არის ინგლისური ვინც ვიცით, თქვათ აშკარაა სანდი, კვირა. ფერი, რომელიც მზის სიმბოლიკა არის, ყვითელი, სტაფილოსფერი, ოქროსფერი. ამას ახლა იცით რატო გეუბნებით, მაგალითად ფერზე აქცენტს რატო ვაკეთებ, ან დავუშვათ რატო ვაკეთებ ლითონზე აქცენტს, ან ახლა რასაც ვიტყვი ამას, აი დავამთავრებ ცხოველი, რომელიც მზეს შეესაბამება, ეს არის ლომი, მამალი და გედი, ხოლო ქვა არის ლალი, რიცხვი არის 1, 4 და 10. ქვეყნის მხარე ეს არის აღმოსავლეთი. მზეს შეეხება აღმოსავლეთ ცხადია. ახლა რატო გითხარით, რატო გავაკეთე აქცენტი ფერებზე დავუშვათ, რატო ვიყენებთ ამას, რა შეამნიშნო? ფერები, სიმბოლიკა და მეტალი რას ჩვენ ვამბობდით, რომ ვთქვით, რომ აი პლანტები, რომელიც არის დაზიანებული, უნდა დამუშავდეს. მაგალითად, როდესაც ამ წუთას მზეზე ვსაუბრობთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ამას ვისწავლოთ, როდის არის სუსტი, როდის არის ძლიერი მზე. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მაშინ, როდესაც მზე დავუშვათ, არის დაზიანებული. არა ფსიქოემოციურ დონეზე და შინაგანი სამყაროს დონეზე. აი რა შეგვიძლია, რით შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს მხარე? მინერალებს იყენებს ძალიან ბევრი, ხო, იმ სუსტი პლანეტების ზემოქმედების გასაძლიერებლად, მაგალითად მიწის სტიქია, ვისაც დაბალი აქვს მატერიალური შესაძლებლობები, როგორც წესი შეიძლება მოზდის თანხა, მაგრამ ეფლაგება მატერიალურად ვერ არის მყარა და ურჩევენ ხოლმე სუსტი მიწის სტიქია, ვისაც აქვს ისეთ მინერალებს, რომლებიც აძლიერებს მიწის სტიქიის ენერგიას, ხო? ასევე, აი, როდესაც მზე არის დაზიანებული, მარსი როდესაც არის დაზიანებული, ან ნებისმიერი სხვა ამაზე ცდილობ. ურჩევთ ხოლმე, რომ აი ამ ეს ფერი, რომელიც მზის ფერებია, სიმბოლოები, რომელიც მზის სიმბოლოები, მაგალითად დაზიანებული მზე თუ აქვს მამაკაც. რა შეგვიძლია, რომ მას დავუშვათ, გავუკეთოთ ესეთი თილის მასავი, ჩვენ თვითონ გავუკეთოთ, რომ სპილენძის ოქროსფერი ლომის ან მამლის ან გედის სიმბოლო ქალს, ხო? აი ქალს მაგალითად დაზიანებული მზე თუ აქვს, შეგვიძლია რომ ის ბროში, ხო, ან მოყვითალო მოოქროსო ფერებში შემატებს ენერგიას. ეს ენერგიას ატარებს, ეს სიმბოლო ატარებს მზის ენერგიას და ეს ფერი შეუტანთ მას ცხოველში. არ მესმის თამილა თქვენი ხმა. თამილა არ მესმის თქვენი ხმა, ხმა გაქვთ გათიშული.
ესა დაზიანებული მზე, როდესაც უმაღლეს პლანეტებთან აქვს უარყოფითი ასპექტები, მარტო მაგ შემთხვევაშია? არა, ასევე თუ არის ისეთ სახლებში და ისეთ ასპექტაციაში ან ჩაყლაპულ ნიშანში ბევრი ასპექტი, როცა არის მზე დაზიანებული. ანუ კენდედი თემაა ეს, კარგი. ის კი, კი. ანუ არა მარტო ზედაპლანეტებით ვამბობ. თვითონ შეიძლება თვითონ არ იყოს დაზიანებული, მაგრამ იყოს ჩაყლაპული პლანეტა, ამასაც ვისწავლით, არ ქონდეს არანაირი ასპექტი არაფერთან და ის უკვე აღარ მუშაობს ესე. და ამიტომ თუნდაც დაზიანებული იყოს, ხო და არა ესეთი სერიოზული დაზიანება ვამბობ, მთლიანად გათიშული როა, თუ თვით გამოხატვა როცა უჭირს ადამიანს, აი თვით გამოხატვა და შესაბამისად მას შეიძლება აი ამითი, აი ამ ფერების შეწყობით და აი ამ რა ქვია სიმბოლიკით გააძლიერო ეს ატომი რომ იზიდავ ამ ენერგიას და იმიტომ იგივე ეხება სხვა ნიშნებსაც ამიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას ესე იგი რა ორგანოებზე არ ეხლა ესეც მნიშვნელოვანია რა ორგანოებზე ახდენს ზეგავლენას ზე არის პასუხისმგებელი ეს არის გული რა თქმა უნდა ზურგის ზედა ნაწილი ტვინი და ნახეთ მარჯვენა თვალი მამაკაცებში და მარცხენა თვალი ქალებში ასევე კუჭი და ფილტვები ნახეთ მარჯვენა თვალი მამაკაცებში მარცხენა ქალებში მთვარის შემთხვევაში არის პირიქით მარცხენა მამაკაცებში და მარჯვენა ქალებში ახლა შეიძლება იფიქროთ რომ ეს რაში მაინტერესებსო და მე გეტყვით მარტივად მამაჩემისთვის მე გავთვალე მამაჩემის პირადი გოროსკოპით პირადი ლუკით მეშვეობით გავთვალე ორივე თვალზე ოპერაცია ქონდა გასაკეთებელი და გავთვალე ზუსტად ამით მამაკაცია და მარჯვენა თვალი მზის მდებარეობაზე გავაკეთე აქცენტი და როცა მარცხენაზე იკეთებ და უკვე თვარის მდებარეობით გავაკეთე აქცენტი და შეურჩე შესაბამისი დღე თვითონ ძალიან სკეპტიკურად უყურებ და დედაჩემი რომელიც ექიმია რომ აი შენს წელავ დროს იმიტომ რომ აი ამ თარიღს კიდე თუ არა რატო ელოდებიო და მე ძალიან გაოცებული იყო რომ იმ თვალშიც კი რომელზეც არ ველოდით რომ შედეგი იქნებოდა უბრალოდ გაუარესების შეჩერება გვინდა და ამჩმა დაინახა ხო და აი ეს ამისთვის ვჭირდება რომ როცა ეს რაღაც დაგჭირდება როდის არის კარგი დღე უნდა ვიცოდეთ რომელს დღე შეიძლება რომელი პლანეტა რომელ ორგანოზე ახდენს ანუ როდესაც მზეს კარგი მდებარეობა აქვს და კარგი ასპექტები, მაგ ეგეთი დღე შეარჩიეთ? დიახ, მისი მზე, ანუ მის პირადი რუკის მიხედვით, მისი პირადი რუკის მიხედვით შევადგინე, მე მქონდა ამის ფუფუნება, ბევრმა არ იცი საკუთარი დაბადების თარიღი და ასე შემდეგ. მისი მზე, როდის იქნებოდა ყველაზე კარგ მდგომარეობაში და არ იქნებოდა დაზიანებული სხვა პლანეტებით. და როდის იქნებოდა ამავდროულად აღმავალი, ანუ მზარდი მთვარე. იმიტომ რომ აღდგენითი ოპერაციები უნდა გაკეთდეს მზარდ მთვარეზე. და არა მოსაჩვენებელი რაც არის დაუშვათ რაც უნდა ამოიკვეთოს ბრმანაწლავი ჯობია რომ გაკეთდეს მაგრამ ბრმანაწლავს ვერ გაარტყავ ხო მაგას ახლა ჩვენ არ გველოდება არავინ არ გეკმავს მაგალითად აი ეს ნაღლის ბუშტიდან კენჭების ამოღება და კლებენ თვარეზე უნდა რა დაავადებები იმართება მზით ეს არის რა იწვევს თუ არის მზე დაზიანებული ეს არის სუსტი მხედველობა სუსტი ძვლები დაზიანებულ მომზემ შეიძლება გამოწვევს თავის ტკივილი და გულის დაავადებები ცხადზე ცხადია რომ გულის დაავადებები ესე არის მოქმედების სფერო აი რა არის მზის მოქმედების სფერო ეს არის ჯანმრთელობა პირველ რიგში ჩვენი ჯანმრთელობა იცით როგორ აი უფრო ჯანმრთელობა კი არა ესეთი ინგლისური სიტყვა არის well-being იცით აი კარგად ყოფნა კათ რო ხარ კახელები როგორცია კათ ნიშნავს რომ არა შეიძლება თავი კი გეტკინა მაგრამ ნუ არ არის რა ზოგადად ხარ კარგად ჯანზეც ხარ ზღონზე შეიძლება რაღაც ტკივა იქ რა მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ზოგადად კარგად ხარ არ გეზარება არაფერი ცოცხალი ხარ ცხოვრ აი ეს არის მზე რომ გიხარია რომ გათენდა ყველას გისურვებთ რომ ეს მზე ესე გქონდეს ვისაც ახლა არ გვაქვს რა ვქნათ ჩვენი პრობლემები სოფო უკაცრავად მზის დაბნელებაზე როდესაც იბადება ადამიანი მისი მზე დაზიანებულად ითვლება მზის დაბნელებაზე რომ იბადება მისი მზე დაზიანებულად ითვლება კი ეს ხო პირობითად სიკვდილს ნიშნავს მზისას ხო
მაგრამ ასევე ვიტყვი ზუსტად, რომ მზის დაბნელების, ანუ ყველაზე ნეგატიური ჩვენ ამას მე ვნახავთ, ყველაზე ნეგატიური ასპექტები იძლევა უდიდეს შესაძლებლობებს. ანუ ეს არის რთული, მაგრამ შედეგი თუ ამას გადალახავ, გაცილებით უფრო დიდი შედეგი აქვს, ვიდრე იმას, ვისაც აქვს თქვენ რომ ნახავთ თანდათან კვადრატულებზეც რაც თქვით, ხო? ანუ აი კვადრატულებს. ზუსტად ნებისმიერი ნეგატიური ასპექტი, რომლითაც იბადებ ეს არის თავიდან ძალიან მძიმე და თუ ამას ლახავ, თუ ამას გადადიხარ, აპრიორი როგორ ვთქვათ, იცით, სტარტის მაგივრად უკან დგახარ, ხო? მაგრამ შენ თუ კარგი სპორტსმენი ხარ სიტყვაზე, ხო? მეც გადამისწრებ, მე რომ 500 მეტრით უკან. კარგი, აიცით რას გავს ეს, როგორც ბავშვები, რომლებიც იბადებიან ძალიან კარგი შესაძლებლობების მქონე ოჯახებში. რომ არ უწევთ არაფრისთვის ბრძოლა და რაღაცის მოპოვა. ყველაფერი აქვთ, უარს არაფერზე ეუნებიან და მე რაღაცა 35 წლის ასაკში მათ მშობლებს უჩნდება, "არი, ვერაფერს ვერ მიაღწია, როცა მამამისმა ამდენს მიაღწია, არაფერი არ ქონდა." აი ეს ორი მოცემულობა გვაქვს. ორივე დაუშვათ მამამისი, რომელმაც დაიწყო არაფრისგან და კარგად ცხოვრობს ახლა, ოღონდ იმასთან შედარებით რა ქონდა, არანორმალურად განსხვავებული რეალობა. ესენი კიდე დაიბადნენ ისეთ გარემოში დადებითი ასპექტებით და არც არაფერს არ აკეთებენ, კარგად ცხოვრობენ, რა აუცილებელია ვიღაცა მთები გადადგას და ყველა ელექტრონი ნატურა გამოიგონოს, არ არის აუცილებელი. ხო ხვდებით რასაც ვამბობ. იგივე ეხება ასპექტებს. პრინციპში ესე ძალიან ცუდად რომ გამომივა იმათ მიმართ, ვისაც კარგი რუკა აქვს, იმ მხრივ 7 რუკა აქვს, იმ მხრივ რომ არა აქვს ბევრი ან საერთოდ არც ერთი ესეთი არ არსებობს, მაგრამ სულ შედარებით ჰარმონიული რუკა, ისინი ვერ გამოიგონებენ ნატურას, ვერ გახდებიან მილიარდერები თუ არ დაუტოვა წინაპარმა, ან თვითონ ვერ შექმნიან ამას და ვერ ცნობილი მომღერალი გახდები, აი ვერ ცნობილი ხდებით რას ვამბობ? ანუ ამის დახვათ რუკაში შეიძლება ესეთი საწყისი წერტილიდან. ანუ ნახეთ, სოციუმში, რომელშიც იბადები საწყისი წერტილიდან, სხვაზე გადასვლა, სხვა სტატუსზე გადასვლა არ ხდება უასპექტებო რუკებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას მარტივი ცხოვრება გვაქვს. მაგალითად ვიტყვი, აი როდესაც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ და გლეხი ოჯახიშვილებმა მიიღეს საბჭოთა კავშირისკენ და რუსეთის იმპერიის და პირველი რესპუბლიკის ნგრევის შემდეგ საბჭოთა კავშირის გაბატონების შემდეგ ისეთ ადამიანებს მიეცა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, ხო? რატომ მოიპოვა ფართო მასშტაბში ამ ფენომენმა ესეთი პოპულარული? იმიტომ რომ გლეხის შვილს შეეძლო გამხდარიყო დირექტორი. აი მათ რუკებში დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან იქნებოდა ძალიან რთული პირობები და თქვენ ალბათ წარმოგიდგენთ რთული ცხოვრება გამოიარა თითოეულმა, ვინც მიაღწია უმაღლეს განათლებას მაგ დროს, ხო? რამხელა სირთულეები უწევდათ. ასე არის რუკაშიც, ანუ წინა პირობები, რაშიც იბადები, თითქოს უფრო მეტი სტიმული გაქვს, რომ გახდე უფრო მიაღწევ რაღაცას, ხო? როცა რაღაც არაფერი არ გაქვს და პირიქით ეს რუკაში ესე ჩანს, რომ თუ უფრო ჰარმონიული ასპექტებია, მოკლედ თუ არ გაჯანჯღარა ცხოვრება, წევხარ შენთვის დივანზე და უყურებ ტელევიზორს, ხო? თუ არ მოჩვიდე, ხო, თუ არ გამოგაგდო რაღაცა, ანუ კომფორტში ტრიალებ რა. ხო, ანუ ზოგს აქვს ეგეთი რუკა, მაგასაც ვერ ვიტყვი. იქნება და წინა ცხოვრებაში ისე მაჯანჯღარა და ისე ვურტყი კედელს თავი, რომ ეხა მოვედი, იმიტომ რომ ვიღაცას შეუქმნა ფონი. და ცოტა ხან დავისვენო. ხო შეიძლება ყველა ცხოვრებაში თავი არ ურტყა კედელს, ხო შეიძლება ამ ცხოვრებაში მე ვიყო ისე ბუჩქი უკან სცენაზე. სხვისთან ხო ხვდებით რასაც ვამ, ყველა რაღაც მისიით მოვდივარ. იქნება ამ ცხოვრებაში ბუჩქის ფუნქცია მაქვს. სადმე ნორვეგიაში გადავეკიდე ამ ქვეყანას, მაგრამ სადმე ნორვეგიაში ბუჩქი მინდა ვიყო, არ შეიძლება. შვენიერია ეხლა რაღაცა დიასახლისი რო ხარ და შენთვის რაღაცას აკეთებ, აცხობ იმ შტრუდელებს თუ რა ვიცი რასაც ცხობენ. ძალიან კომფორტული ცხოვრება მგონია. ესე იგი, თქვით ხო, ესე იგი დაავადებები ეს არის სუსტმხედველობას იწვევს, ანუ ნახეთ ადამიანი რომ მოდის 18 წლის ასაკში და უკეთია -13-ის სათვალეები, ნუ მზე აქვს დიდი ალბათობით მზე აქვს დაზიანებული. ამაზეა საუბარი, ხო?
მე მაქვს კითხვა, მაგრამ მგონი ჯობს, რომ კითხვები ცოტა ბოლოსთვის მოვიტოვოთ, სალექციო პროცესში მაინც ბევრჯერ რო არ გაგაწყვეტინოთ. ნინო, თუ ჩაინიშნავთ კი თუ არა, ეხლა შეგიძლიათ არა, კი, ვინიშნავ და ბოლოს კი რომ არ გკითხავთ. გამიჩეთ მე. აი მე თემასთან თუ იქნება კავშირში, იქვე მრჩევნია კი ბატონო, თუ დავსვამ. ესე გირჩევნიათ, ესე სუსტი მხედველობა, სუსტი ძვლები, თავის ტკივილები, გულის დაავადებები. აი მაგრამ ისა და ხშირად აქვთ ხოლმე თქვენ ამელა თქვენი კითხეთ დაბნელებაზე ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე თავის ტკივილები. და შაკიკი. ჯანმრთელობა, მოქმედების სფეროს არის ჯანმრთელობა, რო გითხართ well-being, კარგად ყოფნა, მიღწევები, წინსვლა, ლიდერობა, სახელის და დიდების მოპოვება, ეს არის მზეზე აგებს ამაზე პასუხს. ცნობიერი აქტივობა, აი ცნობიერ აქტივობაში რას ინსტინქტურად რომ მოქმედებ კი არა, განზრახ ქმედებებს რო ჩადიხარ. ეს მე არის, ეგო არის, მე ესე ვთქვი, მე ესე გავაკეთებ, აი ეს არის მზე. თვით დამკვიდრება, თვით გამოხატვა, შემოქმედება და მე უკვე ვთქვი, რომ ნებისმიერი სახის შემოქმედება, მათ შორის ის რომ შვილებს შთამომავლობას შექმნი. სხვათა შორის აი სკოლას რო შექმნის, ხო არის აი რაღაც მეცნიერებებში სკოლის რაღაც ან მიმდინარეობის დამაარსებლობაც ეს არის. შთამომავლობა როგორც მეცნიერული, დაუშვათ კვალი. პოლიტიკური და სოციალური სფეროებში ლიდერობა, მიზნის მიღწევაზე აგებს პასუხს, დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, ობიექტური შეფასება. Ну, რა თქმა უნდა, თეატრის სცენა, არენა, ცირკის, ტრიბუნები, სათამაშო სახლები, ანუ კაზინოები, საბავშვო ბაღები და საბავშვო მოედნები, არა სკოლები. სკოლები აქ არა, იმიტომ რომ მზე არაფერ შუაში არის განათლებასთან ცოტა სხვა ტიპი მოდის, მერკური შემოდის და ამაზეც ვისაუბრეთ. საბავშვო ბავშვებისადაც არის ყველაფერი, ბანაკები მათ შორის, ნახეთ ამ ბანაკებში გართობა და ბავშვები ერთად არის. ბავშვები არის ლომის თემა. ლომა უნდა დატოვოს, ლომა, ну, ამ შემთხვევაში მზეს ვამბობ, უნდა დატოვოს თავისი შთამომავლები. და გასაგებია რომ არა მზე არ იქნებოდა ცხოვრება. ესე ნებისმიერ პლანეტაზე შეგვიძლია თქვა. ძლიერი როდესაც არის საკუთარი მნიშვნელოვნებას იცის რამდენად მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ფასი იცის, როცა მზე აქვს ნატივს ვეძახით ადამიანს, რომელზეც ვსაუბრობთ, რომლის რუკაზეც ვსაუბრობთ. პატივისცემის მოთხოვნილება, როგორც შინაგანი პატივისცემის, ან თავის თავს თვითონ უნდა სცემდეს, ისე სხვების მხრიდან. აი ეს, ხო არიან ადამიანები, რომელსაც ვერც მიაყენებს შეურაცხყოფას, ხო? აი ისეთი პატივისცემის აქტიურობა და თავგადასავლები. და აი reckless კიდე ერთი ინგლისური სიტყვა უგონოთ რომ აი რაღაცა სისულელეების გამკეთებელიც აი ხო ვამბობთ როგორ შეგნებული აქტივობის ასევე აი ეს მაგალითად გადახტეს მაღალი კლდიდან ზღვაში ლომის მზის ბრალია რა ეს რაღაცა ლიდერობა გამოჩენაც რომ აი გამოვჩნდე და რაღაცა თან თეატრი ყველა მე მიყურებს ეხლა წყალში თუ გადავისკუპე რა თქმა უნდა ყველაფერი ერთად იმოქმედებს ჰარმონიული თუ არის ანუ ძლიერი კი არა უკვე ჰარმონიულს ვამბობ ძლიერი დიშტავს მკვეთრად გამოხატული ხო თუ ჰარმონიულია მზე მაშინ არის გამართლება და დაცულობა შვიდი ხასიათი მომხიბვლელობა მიდრეკილება სიძარმაცისკენ ჰარმონიული თუ არის უყვათ დივანზე წოლა საკუთარი თავის მოტყუებისკენ აქვთ მიდრეკილება ილუზიებში ცოტა ჰარმონიული ასპექტი წარმოგიდგენთ ჰარმონიული ვიწევს ამას სხვების უნებლიე მოტყუებისკენ ანუ თავისთვის უნდა რომ გამოიყენოს რა და პრობლემა აქვს ხო თავისთვის გამოიყენებს შევთვის თუ არის სუსტი მზე მაშინ აქტიური არ არის ადამიანი მკაფეო შეხედულებები ან პოზიციები არ აქვს და ცოტა თვითონაც არცის რა უნდა არსებობს რა დაზიანებული თუ არის აი აქ უკვე დაზიანებული აი ისევე გაძლევს შანსს ნახეთ ქარტეხილები საკუთარი თავის რეალიზების სირთულე ინიციატივის არ ქონა თუ ინიციატივა არ გაქვს რა თქმა უნდა ვერ აი შენი ნეგატიურ პრობლემას ვერ მაგრამ თუ შენ საკუთარი თავის რეალიზების სირთულეების მიუხედავად ამ გამოწვევას იღებ და მუშაობ ამ ქარტეხილებზე არეპუები და წინ მიდიხარ იმაზე მე კარგი ტორტის ნაჭერი ხდება ვიდრე რიგითად ჩვეულებრივად ვინც დგება ესე იგი და თუ არის ძალიან დაზიანებული მზე მაშინ გვაქვს ამპარტავნება ეგოცენტრიზმი გულგრილობა
საკუთარი აზრის სხვებზე მოხვევის სურვილი და მოკლედ ძალიან ცუდი ტიპები არიან. როდესაც ამბობენ ხოლმე რომ ლომის ზოდიაქოს ნიშანი და უიმე არ ატანა არა მაქვს, მაშინ ვამბობ ხოლმე რომ ალბათ ეს მზე აქვს კარგად დაზიანებული და იმიტომ რომ პრინციპში მზე ის ნიშანია რომელიც ყველას ამ შემთხვევაში ლომს გულის ხომ ის ნიშანია რომელიც კიდეც ყველა ილტვის და რომელიც ყველას მეტნაკლებად უყვარს. მე ახლა ასევე გაგიზიარებთ ერთი წუთით აი ამ იმას გაჩვენებთ რა მაქვს გაკეთებული ჩემთვის იქნება ეს გამოგადგეთ რომ თქვენთვისაც ესე გააკეთოთ. მე ამ ნიშნებს ვიწერ ნაწილს გიჩვენებთ. სახლები არ მიწერია როგორ მუშაობს აქ უბრალოდ მოვშალე ჯერჯერობით ზედმეტია. კარგად, ბოდიში ეკითხვა მქონდა, რომ იმასაც გვეტყვით ხათ, ან რომელ ნიშანშია მე კარგად და რომელში დაზიანებული. კი, თავისთავად ამას აუცილებლად აქამდეც მივალთ, კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი ნახეთ მე მაქვს მზეზე ესე გაკეთებული და ეხლა ძლიერი და სუსტი მხარეებიც გითხარით, რომელიც ჯერჯერობით ხა აი ხათნოს მასალაში არ არის, ამ მასალაში რომელსაც მე გაწვით, მე ზუსტად მაგის მიხედვით, უბრალოდ ნეგატიური და დადებითი გამოვლინება რა არის, იმაზე გავაკეთებ. ამას სახლების მიხედვით და ნიშნების მიხედვით მე აუცილებლად დაცემული როდის არის, როდის გაძევებული, როდის დაზიანებული, როდის ჰარმონიული ამას ვნახავთ. აი თუ ხედავთ ახლა ასეთი რაღაცმა გაკეთებული ცხვრის სახით. მზე მისი ნიშანი, ციკლი რამდენია? მე სტიქია, ლითონი, დღე, ფერი, ცხოველი, ქვა. ეს როგორც შპარგალკა ესე ვთქვა, გაკეთებული მაქვს რიცხვი რომელი ქვეყნის მხარე მეგობრული პლანეტები, არამეგობრული პლანეტები, მეგობრული და არამეგობრული ცხადია იმის მიხედვით არის პლანეტების მიხედვით ჩვენ რო ვკვეთქვით. სავანი აქ მიწერია ეგზალტაცია, განდევნა და დაცემა სად არის. ამაზე ცოტა ადრეა ლაპარაკი, უბრალოდ ესე მაქვს გაკეთებული, თქვენ გთავაზობთ რომ გაიზიაროთ მსგავსი რაღაც თქვენთვის გააკეთოთ, უბრალოდ იმიტომ რომ ალბათ რაღაცა კანონზომიერება არსებობს, ესე ზეპირატურად დავიმახსოვროთ მაგალითად ეგზალტირებული რომელ ნიშანშია. კი, გეტყვით ახლა საპირისპირო ნიშნებში არის ეგზალტირებული და 90 გრადუსიან, ანუ 180 გრადუსიან კუთხეს რასაც თან არის ხნის, ის არის და მისი დაცემის ოპოზიცია არის დაცემა, კვადრატი არის სექსტილი ან გაძევება და ესო. ამას ეს ესეთი ლოგიკა აქვს, თუმცა ჯერ ამაზე ცოტა ადრეა ლაპარაკი. აი ესე მაქვს გაკეთებული და თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფორმატში ამოწეროთ. მე რაში მეხმარება ეს გეტყვით, როდესაც კონკრეტულ რაღაცაზე ჯერთის სწავლაში მეხმარება და მე აი უცბად არ მახსოვს მზე მარჯვენა თვალზეა თუ მარცხენა თვალზეა პასუხისგებელი ქალშიდან კაცში. დავუშვათ თუ ეს მჭირდება ის ინფორმაცია მომენტალურად ან რომელი დაავადება რომელი პლანეტა ხო ყველაფერს ხო ვერ დაიმახსოვრებ ან იმ წუთას შეიძლება არ გახსოვდეს ხო და უცბად ფილტრები რომ ამის თემა არის იქ მოვდივარ ხო აქ უბრალოდ შევხედავ ხოლმე ამისთვის ჭირდება ჩემთვის მაქვს ესე ამოწერილი და თქვენც რა ვიცი როგორ თქვენ გაგიხარდებათ როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროთ ისე მე ყვარს გვექნება ეს თქვენი ბატონი რაც გვექნება ეს გადმოგზავნილი კი ბატონო თუ გნებავთ გაგიზიარებთ ესეც არ მაქვს ამისას არ მაქვს პრობლემა. კიდე 4 პლანეტაზე უნდა ვილაპარაკოთ და ბოლოში ყველას ერთად ავტვირთავ ჯგუფში. მთვარე თავის მნიშვნელობით მეორე ნათობი არის, ნათობებს ვეძახეთ მთვარეს, მართალია ის არ ანათებს თვითონ და მხოლოდ მზის 7%-ს ირეკლავს, მაგრამ ნუ ეხლა ნათობს ანათებს ღამე მაინც ჩვენთვის საკმარის შუქს ნამდვილად ირეკლავს ხო ღამღამობით როცა კარგად არის განათებული. დედამიწიდან საშუალოდ 400,000 კილომეტრზეა ხოლმე დაშორებული. ჩვენ ყველამ ვიცით რომ მთვარე 28 დღიანი ციკლი აქვს, ვიცით ხო ეს? და მთვარე აკეთებს ესეთ რაღაცას, ნახეთ როცა არ უნდა ვუყურებდეთ, რაც არ უნდა ბოლომდე განათებული იყოს, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვხედავთ მთვარის მეორე მხარეს. ვერასოდეს ვერ ვხედავთ რა ხდება იქით ამ მხარეს, ხო? არის მილიონი ლეგენდა რომ იქითკენ მოუნათლავი სულები არიან, გიჟების სულები.
ქვეყნის რამე, ხო, ბნელ მხარეზე. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ის, რომ არის რაღაცა, რაც ჩვენ არ ვიცით, ყველაფერი დაფარულზე და თავარია ქვეცნობიერზე, რაც ჩვენ თვითონ არ ვიცით ჩვენი ქვეცნობიერის შესახებ არაფერი. ამას განაგებს მთვარე. მთვარე არის ჩვენი სულიერი მდგომარეობა. არა ფიზიკური როგორც მზე, არამედ სულიერი. ეს არის ასევე ოჯახი, ეს ვიწრო სოციალური უჯრედიდან ფართო სოციალურ უჯრედამდე, ეს არის ოჯახი, ოჯახის წევრები, ჩვენი დიდი საგვარეულო ოჯახი, ჩვენი ერი, მერე ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად ტრადიციები, შესაბამისად პატრიოტიზმი, ეს არის მთვარის და შესაბამისად კირჩხიბის თემები, ხო? მთვარე არის საინტერესო არის, რომ ქართულ კულტურაში არის მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, როცა უმეტესობაში მზე კაცია და მთვარე ქალი. აქ ჩვენთან პირიქით არის. ცოტა ესეთი ფენომენია, ხო, რაღაც უცნაური არის. ანუ მთვარე როგორც დედა, რუკაშიც აი, რუკაშიც შეიძლება აღნიშნავდეს როგორც დედას, ისე მეუღლეს ადამიანის სხვა ადამიანის რუკას გულის, ხო? ისე მეუღლეს, მაშინ როცა მზე მხოლოდ იმ ადამიანს აღნიშნავს, არ ჩაენაცვლება, ეს მინდა ვთქვა, არა, დაუშვათ სოლარი იქნება თუ პროგრესის დროს, ადამიანი მზე ყოველთვის იქნება ნატივი. ისე მთვარე შეიძლება იყოს, ნახეთ, ცოლი ან დედა აღნიშნავდეს ამას. კაცის რუკას გულის, ხო, რა თქმა უნდა. და ქალის რუკაში მზე ყოველთვის თვითონ იქნება და არა ვიღაც სხვა მამაკაც ამის თქმა მინდა. მთვარე ქალის რუკაში. კაცის რუკაში მთვარე იქნება ცოლი ან დედა. კი, დასაგები, მაგრამ ქალის რუკაში მთვარე. ქალის რუკაში იქნება დედა. ანუ მოაკლდება ეს ცოლი. რა ვიცი, ახლა შეიძლება ცოლი წავდეს, ახლა ხო ყველას ეხლა რა ყოველთვის ეგრე იყო, ვერ გაიგებ, ხო, პარტნიორი. ესე იგი, ის თქვი, ხო, რომ ყველაფერი დაფარულს, რა თქმა უნდა, ეს დედობასაც ეს აღნიშნავს. შეიძლება სხვათა შორის მთვარე ბებიაც იყოს, გამზრდელი ბებია ქალის რუკაშიც და კაცის რუკაშიც, ხო, რომელ დედა რო ჩაანაცვლა, ხო? ეს შეიძლება იყოს მომვლელი, ანუ ვიღაცის მოვლაზრუნვა ექიმებისა და ექთნების თემა, ხო ხვდებით, რომელიც უვლიან ავადმყოფებს, ძიძების თემა, რომელიც უვლიან სხვას, აი მაგალითად შეიძლება იყოს აღნიშნავდეს მეძუძურ დედას, დიასახლის, მოკლედ აი ეს ოჯახის ფუსფუსში და შედი ქალოკუხნაში არის ეს ჩვენი მთვარის თემა. ასევე არის კვება, აღზრდა და ზრუნვა. აქაც არ ვამბობ განათლებას, იმიტომ რომ ესეც განათლება ამასაც არ ეხება. ეს არის ასევე ჩვენი თან მთვარე ბოდიში. ბატონო? ჩვენი შინაგანი სამყაროა, ხო, მთვარე? ისაც ჩვენ თვითონ არ ვიცით. ჩვენი ემოციები, რასაც სხვებისთვის ადვილი წასაკითხი არ არის, ხო? ეს არის რეფლექსები, ინსტინქტები, განწყობა შინაგანი, მერყეობა, ყოყბანი, ანუ არაგადაწყვეტილებას არ ახასიათებს ეს. რა თქმა უნდა, წყლის მიმოქცევა, ეს არის მთლიანად ოკეანეების მიმოქცევა მთვარე და სხვა ოსნობას მართავს, ასევე ოღონდ ეს რა თქმა უნდა ნეპტუნთან ერთად ეხა, იმიტომ რომ ოკეანეების მმართველი არის ნეპტუნი, თუმცა მთვარე არის ზოგადად წყლის, ჭიქაში რო წყალია ისიც და ოკეანეში რო წყალია იმისაც რა. ორგანიზმში მთვარე მართავს მკერდს, მუცელი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რაც არ ჩანს და ისევ ხო ხედავთ. მამაკაცებში უკვე ვთქვი მარცხენა თვალი და ქალებში მარჯვენა, ანუ ერთი რო დაიმახსოვროთ, მეორეც ადვილი დასამახსოვრებელია. ხო, ქალი რო დაიმახსოვროთ, კაცი პირიქით არის. თვალით იმართება ჩვენს ხაოში ნებისმიერი სითხე, ლიმფური ასევე ნებისმიერი რაცა კუჭის წვენი, რაღაც სითხე არის, ხო? საჭმლის მომნელებელი სისტემა. ნახეთ, წაღავ თქვი, რომ მზე კუჭი, აი კონკრეტულად კუჭი, კი, მზე, მაგრამ მთლიანად სისტემა დაიჯესტინგ, მთლიანად ეს იქნება, რა თქმა უნდა, მთვარე. ახლა კლებადი მთვარის დროს, როცა
იქ იბადება ადამიანი კლებადი მთქვენ როგორც თქვით წაღან რო კითხეთ დაბნელებაზე რა ხდებაო აი ნახეთ ხა კლებაძე რა გითხათ კლებადის მთვარეზე დაბადებულები ადამიანების ჯანმრთელობა უფრო სუსტია ვიდრე მზარდზე ვინც არის დაბადებული აი ესეც შედარებით ესე ხდება თავისთავად ცხადია რომ ეს დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანს შეიძლება ისეთი ჯანმრთელობის თავიდანვე ისეთი ცუდი ჯანმრთელობით დაიბადოს რომ სერიოზული დაავადება ქონდეს ან აი თანდაყოლილ დაბადებით დაავადებები შეიძლება იყოს მთვარის ცხოველი რა ცხოველს აღნიშნავს ეს არის ბაყაყი ბუდა კატა ფერები ეს არის თეთრი და ვერცხლისფერი ლითონი არის ვერცხლი რიცხვები არის 2 და 7 და ნუ ორშაბათი მანდი ისევე ცხადია რომ მთვარე გვაქვს ხო ასევე ვიტყვი მთვარეზე რომ მისთვის მეგობრული პლანეტები არის მზე და მერკური ის და გამომჩა იცით რა გამომჩა ქვები მარგალიტის მთისბროლი ზურმუხტი მთვარის ქვა ძალიან მომწონს ზურმუხტი რომ ისე რა ქვია სუვეუნებით ჩემ მეუღლეს შემიძინე ზურმუხტით ხო ჩემი ქვა არის თქო ხო მთვარის ქვა და მარგალიტები იაფია და არ მინდა ხო ჩრდილო-დასავლეთი არის ქვეყნის მხარე ჩრდილო-დასავლეთი ყველა პლანეტასთან მთვარის მიმართ არაკეთილგანწყობილი პლანეტები როგორც ეს თავიდანვე არ არსებობს თუმცა აქვს მის და მაგალითად ყველაზე კარგად ანუ ეგზალტაცია მთვარის არის კუროში და ყველაზე ცუდად არის მორიელში ბაცემა სადაც არის ბოდიში ლეპტოპ შევაერთოთ ერთი წუთი ესე იგი ორგანოები ვთქვით უკვე და გავიმეორებ მკერდი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ლორწოვანი გარსი ფილტვები კუჭი ნაწლავები საჭმლის მონელების სისტემა ქალებში გინეკოლოგია დაზიანებული მთვარე შეიძლება მიუთითებდეს ამაზე მათ შორის შვილოსნობაზე მოქმედებს ხო უკვე ვთქვით და ამიტომაც გინეკოლოგია და ნუ თვალებზე ვთქვით რა ორგანოებიც ჩამოვთვალე ყველგან სითხე არის თუნდაც ლორწოს სახით დაავადებები ნერვული აშლილობები რა თქმა უნდა ნერვული აშლილობები მთვარეა ხო ცხადია დაფარული სამყაროა კუჭის დაავადებები გასტრიტები კოლიტები წყლულები დაღმავან მთვარეზე დაბადებული უფრო ხშირად დაავადებენ ესეც უკვე გითხარით კლებად მთვარეზე მოქმედების სფერო გავიმეორებ ჩვენ სულთან ახლოს ყოფი თემები ანუ ოჯახი ფესვები ტრადიციები წარმომავლობა სამშობლო დედის და დედოფლების მსვლელობის სიმბოლოა მთვარე მართავს თვითშენახვის აი თვითგადარჩენისას რომ აი რაღაც მაცივარი ხო ხსმენიათ ხშირად კირჩხიბებზე ამბობენ რომ მაცივარი თუ აქვს სავსე ბედნიერიაო იმიტომ რომ იცის რომ არ მოშივდება მის ოჯახს და ასე ეს აწყარებს ადაპტაციის და ცვლილებების უნარია ეს არის მთვარე აგებს ჩვენს ქვეცნობიერზე და რა თქმა უნდა საყვარელი ქალი კაცის რუკაში შეიძლება მთვარე აღნიშნოს უფრო ხშირად და გერმანული მიდრეკელებებზე ანუ რა როგორი დოსლად პრისტრასტია რა ევასება ალბათ ესე იქნება როგორი რას აპნჭეს უპირატესობას მისწრაფებები მისწრაფებები გერმანული ხო აი საითკენ მიყვის ცხოვრების სტილი და რითმი აქვე ვიტყვი რომ ეს მართავს მთვარე მართავს კირჩხიბს და კირჩხიბზე აი მე თვითონ ჩემს ნიშანზე თვითონ ვყადაობ ხოლმე იცით ხო როგორი ნიში ცოტას თუ გამოატრიალებ 69-ს აღნიშნავს 69 არის ხო შეტრიალებული და ნუ ხვდებით ესე იგი რა უნდა უყვარს ხო საკმაოდ სექსუალური ნიშანი არის და ეს მისთვის არის ნუ კაცკნარად იყოს ეს ჭირდება და კარგად არის რა მოკლედ ეს მისი თემა არის ღამე რა თქმა უნდა ღამე ანათებს და რა თქმა უნდა რომ აი მეკითხები ხოლმე რომ აი ეს ინტიმის თემა რა თქმა უნდა არის მთვარესი
იქ რო აღიძრას ვენერა და აღიძრას მარსი ეს სხვა თემაა, მაგრამ რომანტიკას რო წარმოვიდგენ, დილა სისხამი, დილა 6 საათი და ისა რა ქვია, ყანაში თოხით არავის არ წარმოუდგენ. ხო, ყველას რომანტიკა და ზღვისპირი უკვე თემა ხო შემოვიდა მთვარე, ზღვის აღამო, მზის ჩასვლა, რაღაცა ის ყველაფერი ის რაც არის ასე, ნუ უყვართ ამას მთვარი. მთვარეს უყვარს რომ არავინ არ გიყურებს ესეთი სიტუაცია და შენთვის ესაც გინდა ააკეთებ მოკლედ. ასევე რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, აი თუ ძლიერია, ხშირად მთვარის ვისთანაც ძლიერად არის გამოხატული, რუკაში ძალიან უნდა სჭირდებათ გარედან არა ეგო ხო არა აქ ანუ ეგო არ არის ეს მთვარე მზე არ არის სჭირდება რომ მიდი შენ ხო აი მიაწექი შენ გამოგივა ყველაფერი უნდა სხვებისგან ბიძგება ანუ აი მაგალითად მზისგან განსხვავებით რომელიც იცის რომ მზეა ეს იცის რომ ირეკლავს ხვდებით აი ესეთი შეგნებით და მე მაინც ხო არა ვარ მანათობი ვირეკლავ და ამიტომ ჭირდება ხოლმე წახალისება მთვარე აქვს 28 დღიანი ციკლი ყველა ვიცით პირდაპირ არის გინეკოლოგიასთან დაკავშირებული რო თქვი და ქალებთან დაკავშირებული მთვარე ქალის რუკაში ხშირად იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე მზე ძალიან თუ მით უმეტეს ძლიერად არის გამოხატული იმიტომ რომ ქალის 28 დღიანი ციკლი პირდაპირ ხო ყოველ დღე სხვადასხვა ძალიან არის ამასთან მიმართებული თუ არ არის აი შეატყობთ კიდევაც რუკას რო შეხედავთ რომ შეიძლება აი ძალიან ვერძია თითქოს მაგრამ ნუ არ არის ახლა ვერძის ნიშნები საერთოდ არ აქვს იმიტომ რომ მთვარე უფრო კარგად მუშაობს თქვენ რუკაშიც რო ნახავთ მიხვდებით რომ რაღაცა მთვარის გავლენა ქალის შინაგან სამყაროზე იმდენად ცხადია რომ შეიძლება ეგოზე ფსიქო გამოხატულებაზე აქტივობაზე აისახოს მისი შინაგანი სამყარო ან და მზეზე იქონიოს გავლენა თუ არის ძლიერ ჰარმონიული, აი მთვარე თუ არის ძალიან კარგ მდგომარეობაში და ძალიან კარგი ასპექტები აქვს, მაგალითად ნეპტუნით არის გაძლიერებული, კაი ასპექტი აქვს, შეიძლება ნათელმხილველიც იყოს და რაღაცები ესიზმრებოდეს, ისეთი სიზმრები კონდეს, რომ ვერ წარმოიდგენთ როგორი ლამაზი და წინასწარმეტყველური. და აი თუ არის დაზიანებული და მით უმეტეს ძალიან დაზიანებული, რას აი რუკაში რაზე მიუთითებს შეიძლება უცუდი ურთიერთობები კონდეს დედასთან თვითონ ნატივს ვის რუკასაც ვკითხულობ დედასთან კონდეს ცუდი ურთიერთობები რომელიც შეიძლება მე დასულ ასაკში მეუღლესთან ცუდ ურთიერთობებში აისახოს რთული ბავშვობა კონდეს ანუ დედის მხრიდან დაზიანებული ბავშვობა თითქოს უმიზეზო პრობლემები და სირთულეები შეიძლება კონდეს ასეთ ადამიანებს რომელსაც მთვარე აქვს ძლიერ დაზიანებული აქვს მუდმივი შფოთი პანიკური შეტევები კომპლექსები აი სასწაულად მერყევები უნდობლობა აქვს ყველას მიმართ იმიტომ რომ შინაგანი სამყარო მომენტალურად ხდება დაუცველი და ეს დაუცველი შინაგანი სამყარო რა თქმა უნდა ადამიანზე ქმნის ესეთ ცუდ და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს შემდეგი პლანეტა არის მერკური და ცალკეც კიდევ ვისაუბრებთ ამ მერკურის რაღაც ასპექტებზე, მაგრამ აქ მინდა გითხრათ ის, რომ მერკური არის მზესთან ყველაზე ახლოს მდგომი ახლოს არის ხო პლანეტა. ეხლა ნახეთ ნახვლებიდან გადავიდი მზიდან ვიწყებ ათვლას, ხო, რომელიც არის, იმიტომ ქვია პირადი პლანეტები. მერკური მზესთან ყველაზე ახლოსაა და მაქსიმალური 28 გრადუსზე შორდება, ძალიან ახლოს არის. მას არ ყავს მერკურს არ აქვს თანამგზავრი ის ზომით მზის სისტემის პლანეტაში ყველაზე პატარა არის აი რაღაცა კუთხით დაშორება მერკურისა და მზის ან აი ძალიან ხშირად ნახავთ რომ თუ ერთ ნიშანში არ არის ერთ სახში ყოველთვის ერთ სახშია 28 გრადუსს ვერ ცდება აი წარმოგიდგენთ პირველ გრადუსზე რო იყოს მზე 22 მაქსიმუმ 28-ზე არის მერკური შეიძლება იყოს უსწრებდეს წინ ან მოსდევდეს დამწვარ მერკურზეც გვექნება ჩვენ საუბარი მოგვიანებით როდესაც მერკურის თვისებები აღარ ვლინდება და მზის სხივი ისე ახლოს არის მზესთან რომ ის მისი მოქმედება აღარ არის და აქ შესაბამისად მზე აზიანებს მას ხო მის მერკურის ზოდიაკური ციკლი 88 დღე არის თქვენ გსმენიათ ალბათ რომ 90
ეს რეტროგრადული მერკური, ამაზეც ვილაპარაკეთ, რეტროპლანეტები რა არის ცალკე, რა ასპექტია საერთოდ რეტრო, მაგრამ გეტყვით, რომ 4 ვიზუალური ეფექტია, ხო, აქვე ვიტყვი, ესე უკან არაფერი არ ბრუნავს, უბრალოდ ვიზუალური დედამიწასთან მიმართების შესაძლოა უკან მოდის და ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ 88 დღეში ერთხელ ხდება, ხო, დაახლოებით 3 დღეში ერთხელ ხდება ხოლმე მერკურის რეტროგრადული სვლა, ჩვენთან დედამიწასთან შედარებით ვიზუალური ეფექტია. რატო მერკური ქვია ამას, ეს მომწონს ძალიან, იმიტომ რომ იცით მერკური მითოლოგიაში არის ჰერმესი, იგივე, ანუ ღმერთების შიკრიკი, ჰელიოსის და ზევსის შორის მორბენალი კაცი, რომელიც ღმერთებს ამბავი მიჰქონდათ. რა არის მერკური? მერკური არის გონება. აი, მე ვიტყოდი, რომ არა სიბრძნე, არამედ ცოდნა და გონების სისხარტე და სწავლის უნარი. რამდენად ათვისებადია, ესე იგი, რომ აქვე ამ წუთას ვერ შემიძლია ვთქვა და დიდო კოლეგაა და ადამიანს, რომელსაც აქვს დაზიანებული მერკური და მით უმეტეს ეს დაზიანება თუ არის შვილდოს ნიშნიშა, ნახვამდის არანაირი უცხოენები, მაგრამ რაც არ უნდა ელაპარაკო, ვერ აითვისებს და ნახვამდის, ხო? დაანებეთი თავია. ანუ რაღაცეები ნიშნავს. სისხარტე, ენამოსტრებული ადამიანი, ხო, ანუ ყველაზე სწრაფი ღმერთი არის მერკური, ხო? ანუ უსწრაფესი. მისი მფარველობის ქვეშ ისეთი სფეროებია, როგორც სწავლა, ოღონდ არა უმაღლესი განათლება, არამედ სკოლის თემა, ხო? არანაირი ეს რაღაც მეცნიერებასთან ახლოს არ არის. მისი არის, ნახეთ რა, ათვისების უნარი. მე უკვე ვთქვი ერთხელ, რომ დაზიანებული მერკური არის კიდევ მრჭელმეტყველება და აი ენამოსწრებულობა და ლამაზად ლაპარაკი, ანეკდოტს თუ კარგად ყვება ადამიანი, ეს არის, ხო? და თუ ეს არის დაზიანებული, ადამიანს შეიძლება ქონდეს უდიდესი ცოდნა, მაგრამ არა თუ მერკური არა აქვს ძლიერი, ის ვერ გადმოცემს ამას, უბრალოდ არ შეუძლია მოაწოდოს ადამიანს. სულ მომყავს ხოლმე მაგალითად, რამხელა სხვა თემასთან მიმართულში, რეზო კიკნაძე, აც გარდაცვლილი, აც ხელისუფალმა, რომელიც არის უაღრესად განათლებული ადამიანი, უაღრესად მცოდნე თავის საკითხის და წიგნებიც კი ისე უწერა, წიგნებს კიდე არედაქტირებს, რედაქტორი ყავს, ხო იცით და ცოტა კიდე ის არის. მის ლექციას რომ მოусმინოთ, არის, აი, დაგეძინება. იმდენად ვერ მოაქვს იმდენ მონოტონური ეს რაღაცა არა აქვს და აქვე ვიტყვი ერთ ყველასთვის ცნობილს ტურაშვილს, ხო? რომლის ლექცია არის წყალი, აი წყალი 90% არაფერი არ არის, საერთოდ ინფორმაციული არ არის, მაგრამ ყველა უყურებს აი ესე, იმიტომ რომ არტისტია რა. ის გამოდის სცენაზე, ძალიან ცოტა ინფორმაციას გაწვდის, მაგრამ ძალიან მერკურია კარგი კომუნიკაცია შეუძლია. და ალბათ ბატონ რეზოს ქონდა დაზიანებული მერკური, იმიტომ რომ არ შეეძლო ეს რომ კომუნიკაცია კარგად დაეყო. დაზიანებული მერკური, მე ვთქვი კიდევაც პლუტონით დაზიანებული შეიძლება იყოს აუტიზმის მანიშნებელი. ესე იგი, სტიქია არის ჰაერი, ეს ვთქვით, ხო? ვერცხლის წყალი არის ლითონი, დღე არის ოთხშაბათი. და აი ხო ფერი არის ყველანაირი. მერკური არის ძალიან ისეთი რა. ყველაფერს რომ მოერგება. ქამელიონი ტიპი, ყველაფერი შეიძლება იყოს, ჭრელი. ჭრელი ფერი არ არსებობს, ხო ესეა? უბრალოდ ვამბობ, რომ აი როგორ გითხრათ? ბევრი ფერი კოლაჟი რა, აი კოლაჟი არის მერკური. ფერი გარდამავალი ტონები შეიძლება იყოს ნებისმიერი. ანუ წითელია თუ ვარდისფერი რო, აი გარდამავალი ფერები. პალიტრა. ხო, ყველაფერია, ანუ სახე სიცრუის ნებისმიერ. როგორც გინდა ისე მოერგება, ვისაც გინდა იმას მოერგება. და შესაბამისად ნებისმიერი ფერი შეიძლება იყოს და კიდე იცით რა, სარკისებრი ფერები, აი რომელიც ირეკლავს. ეხლა დღევანდელობაში უკვე ის არის. აი მაგალითად ლურჯი, რომელიც სარკესავით არის და იხედები, საფარია, ხო, ძირითადად აი იმისი, რა ქვია, კედლების ან მინები, რომელიც ირეკლავს, თან შენ ჩანხარ თითქოს, ან რასაც ჩაახედებ ყველაფერი რო ჩანს, ესეთი ფერები შეიძლება იყოს. მართავს
კურიერებს, აგენტებს, მაკლერებს, ბროკერებს, ფოსტას, ბიბლიოთეკებს, აი ხარა წინან რა ჩამოვთვალე, კურიერი, აგენტი, მაკლერი, ბროკერი, ცოტა აფერისტო ტიპები ხო არიან, ხო ესეთი რაღაცა, ესე ასოცირდება, რომ ბროკერი რაღაც აფერისტი, კურიერი, აი დაგაგვიანებს რაღაცას ხო ესეთი ისინი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები, ტელეფონი, რა ვიცი, წერილები, ბიბლიოთეკა და ფოსტა, ამიტომ ბიბლიოთეკა, იმიტომ რომ იქ ცოდნის წყარო ან კომუნიკაციის წყარო ინახება. მერკური ასევე უჩვენებს უახლოეს გარემოცვას და შესაბამისად მესამე სახლის მმართველია, ნახავთ ამას კიდევ იმ ცხრილში და ეს არის ტოლები და სწორები. ვინც ჩვენი ტოლი და მერკური მართავს, ნახეთ დაძმას ბიძაშვილ მამიდაშვილებს, მიუხედავად იმისა, რომ მე მყავს ბიძაშვილი, რომელიც მამაჩემის ტოლია ზუსტად. და ეს ერთადერთი მამაჩემის ასაკის კაცია, რომელსაც სახელით მიმართავ. იმიტომ რომ ჩემი ტოლი და სწორია, ბიძაშვილები ვართ, ალალი ბიძაშვილები. შესაბამისად, შენობით მიმართავ. დანარჩენებს ქვენობით მიმართავ, ხო? იმიტომ რომ ჩემი ტოლი და სწორია. სულ ერთია რა ასაკის, რა საყვარელი ბიჭია. Hello. დააცალე დედა ცოტა ხანი კვირაში 2 საათი რა. ხო და რას ვამბობდი და ტოლები და სწორები მეზობელი, რომელიც ასაკით შეიძლება პატარაც იყოს და უფროსი ჩვენზე, მაგრამ ტოლი და სტატუსით რომ ერთნაირი ვართ, მე და ის. თანამშრომელი, რომელიც ჩემი კოლეგაა, არა უფროსი, არაქვე ჩემი კოლეგაა, ხო ხდებით როგორ კლასელი, აი ყველაზე კარგი მაგალითი არის კლასელი, რომელიც ასაკითაც ყველაფრითაც ერთნაირი და კურსელი, რომელიც აქაც ასაკი შეიძლება იყოს განსხვავებული. მაგრამ ეს არ არის არც უფროსი, არც ქვეშევდომი არავისი, არის ჩვენი ტოლი და სწორი, სტატუსობრივად. მე და ჩემი პენსიონერი მეზობელი და ჩემი 12 წლის მეზობელი ყველა ერთნაირი სტატუსით ვართ. ნუ 12 წლის ალბათ არა, იმიტომ რომ მფლობელი არ არის სახლის, მაგრამ თუ მფლობელია ჩემი ტოლი. ხო ხდებით რასაც ვამბობ. აი მაგრამ ამომრჩევლები ყველა ერთნაირი. აი ამ სიტყვამ გაგვათანაბრა ყველა ასაკის 18-დან ბოლომდე, ხო, სანამ ცოცხლები ვარ. აი ესეთი ტოლსტორების პატრონია. მერკური. ეს არის მოკლე მანძილებზე და მოკლე სწრაფად მალე მისასვლელი ადგილები, რაც არის ამის ფარველი, ტრანსპორტიც მას ეხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ის რატო, იმიტომ რომ ჩვენ გვათანაბრებს. ანუ მეც და თქვენც ავტობუსში რანაირი სტატუსიც არ უნდა გქონდეს, ვართ ავტობუსის მგზავრები. ხო, ეს საინტერესო ნაწილი. მერკური ასევე ითვლება ვაჭრების და ქურდების მფარველად. ანუ ვისაც კარგი მერკური აქვს, პრინციპში დიდი შანსი აქვს მზედა მერკური, ვისაც აქვს, რომ აი ის ფილმი რო არის, თუ იცით, Ocean-ის 11, 12, 13, რა ვიცი, 27. ну ალბათ მერკური კარგი ქურდები არიან. ქურდებს ფარველობა აქვს მერკური. მივდივართ იქამდე რომ თეთრ და შავი არ არსებობს, ვიღაცამ უნდა დავკარგოთ რაღაცა და ვიღაცამ უნდა მოგპაროს, ხო? დანაკარგი რო შედგეს, ხო? აი ძალიან მიყვარს ებრაელების ფრაზა спасибо господи что деньги მადლობა უფალო რომ ფულით წაიღე. ანუ ის რაღაცას უნდა ხო არის, ხო ვიწერია რაღაც დანაკარგი. აჯობია მოგპარონ რაღაცა ჯიპიდან ვიდრე რაღაცა სასწაული მოხდეს. აიღოს არ არის პრობლემა, ხო და მერკური არის ესეთი. მერკური ცუდი ტიპი არის მითოლოგიაში, ანუ ვერ გაიგებ რას ცუდი ტიპი ესე მწალებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერ გაიგებ რა უნდა. თითქოს თან ვიღაცას უჩხიკინებს რომ კონფლიქტის შექმნას, თან თითქოს არა უბრალოდ მარტო კურიელი არ არის. ანუ კურო მოდის და ზევსის სიტყვას გეუნება, რა ინტონაციით გეტყვით მე ამას ხო აქვს მნიშვნელობა? მე მყავს ტყუპებში და აქამდე მიხაროს ასე. გათასარევია შეიძლება ტყუპებში მერკური ძალიან კარგად კომუნიკაცია. აი ეგ ძალიან სწრაფი ვარ. სწავლაზეც ძალიან სწრაფი, აი ზუსტად ჩემს ვიჭერ. ეს არ არის აი ნინო გამიგებს ყოველთვის ესე ვამბობ. ეს არ არის wise, ან clever, ეს არის smart. რაც გაცილებით დღევანდელ ეპოქაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ wise და clever მოეთხოვება მარტო იმათ, ვინც მუშაობს მეცნიერებაში რა. არ სჭირდება რიგით ობივაწევს, ესე ვთქვათ, რომ იყოს clever ან და smart, ეს პიროვნული ის არის. დღეს მით უმეტეს კომუნიკაციის ის არის ერა და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კომუნიკაბელური, ეს კარგი თვისებაა. მაგრამ სახლი ამყარებს, ხო, ამ შემთხვევაში მე რომელ სახლშია კიდე? კი, რა თქმა უნდა, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო კარგად მუშაობს. სახლიც და ნიშანიც, რა თქმა უნდა, მუშაობს, რა. ნუ ხა, ჩემ სახლში და ჩემ ოთახში უფრო კარგად ვარ, ხო, ვიდრე მეზობლის სახლში და მით უმეტეს ტრულად გაწყობილი მეზობლის სახლში.
ესე იგი, რის თქმა მინდოდა კიდე, რაზე აგებს მე მგონი გავჭედე ამ მერკურიზე ლაპარაკით. ეს თქვი რომ 88 ტრილიანი, ჰაერი, ვერცხლის წყალი ვთქვი, 4 შაბათი. ვერცხლის წყალი რატო ლითონი ალბათ მისახვედრია, ხო? იმიტომ რომ აი ვერ მოიხელთებ და არ ჩერდება. 4 შაბათი დღე რო არის, ცვალებადი ჭრელი და სარკისებრი ფერები რო არის მისი, მელია, მაიმუნი, გველი და ქამელეონი არის მისი მე მგონი არ არის არც ახსნა მელია მაიმუნი, გველი და ქამელეონი რაზე მიუთითებს, სადაც ცხადია, ხო? აი ქვას ამობენ ზურმუხტი. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ყველაზე ძვირიანია და ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ქვაა და ალბათ იმიტომ, თორე ხა სხვა ზურმუხტი რა პრინციპში არის, კარგად მოსაპარიც არის. მთვარეზეც ხომ ზურმუხტი გითხარი? კი, გითხარით, კი. და მთვარე და მერკური მეგობრულ პლანეტებშიც გითხარით. რიცხვი არის 5. ერთი პოლიტიკური პარტია გამახსენდა უცბად. ქვეყნის მხარე არის ჩრდილოეთი და მეგობრული პლანეტები არის მზე და ვენერა, ერთად არიან და მთვარეც არის მშვენივრად არის ამასთან არამეგობრული, ზოგადად მერკურის არამეგობრული პლანეტა. მას არაფრის დაზიანება არ შეუძლია, ის არის შუამავალი, ესე ვთქვა და კომუნიკატორი და ეხლა კარგი თვალს კარგი გამგონი უნდა არის ზუსტად მერკურიზე რა ტონი დაიჭირო რომ რა ტონით გითხრა ზევსმა ესა თუ ის ამბავი სიტყვაზე რა როცა მიაქვს იმან შეუძლია ტონის შეცვალოს მაგრამ შენ ეს იგი უნდა იცოდე ის ვისგანაც გოდის რა ტონით გეტყოდა ორგანოები რომელსაც ასეთ კიდურები ხელები და ხელის გულები ცხადია ხო ქურდებსაც ჭირდება ფილტვები და მთლიანად სასუსტკი სისტემა თუმცა ფილტვები მზესთანაც თქვით ტვინი, ეს და ზუსტად ესე არ არის რა, რომ მაინდა-მაინც ეს იყოს. ტვინი, პირი, ენა, ზოგადად მხედველობა, არა თვალი, არამედ უბრალოდ მხედველობის უნარი, კანი და პერიფერიული ნერვული სისტემა. ანუ ეს თითებში რომ კარგად კონდეს ნერვები, რომ ადვილად ამოაცალო რაღაცა ჯიპიდან ვიღაცად ქურდ ბაცაცების რას იწვევს ცხადია რა ხან ჩვენ გონებაზე აღებს პასუხს, ეს შეიძლება იყოს ნერვული აშლილობები. კანის პრობლემები, იმიტომ რომ კანს მერკური განაგებს, თავბრუსხვევები, იმის ფრენა მაღლა რო დაფრინავ ამ ჰერმესის იმითი ცოტა ალბათ თავში შეიძლება თავი დაგერხოს, დამწვარი მერკურის პრობლემები შესაძლოა გამოიხატოს როგორც მეტყველების დეფექტი, ან ხშირად შეცდომები, აი დისლექსია მერკურის, დაზიანებული მერკური ან დამწვარი ზესთან ძალიან ახლოს რო არის ამაზე ვისაუბრეთ კიდე. როცა ვერ ავლენს თავის თავს იმის სხივებში საერთოდ არ ჩანს და საერთოდ ვერ ავლენს. ეს შეიძლება იყოს დისლექსიის მაჩვენებელი. დაზიანებულზე უკვე გითხარით როგორ მოქმედებს თავისთავად წაღან არ ვახსენე ესეთი ვაჭრობა, საგამომცემლო საქმე, ბიბლიოთეკა, საშუამავლო საქმე ნებისმიერი სახის აგენტი ვიგულისხმა ეს ხო რაღაცა წარმომადგენელი ვიღაცა იურისტი რო წარმოადგენს სადღაც ვიღაცას ჟურნალისტიკა ლაქლაქი სადაც არის ლიტერატურა რა თქმა უნდა და აქვე ვიტყვი რომ არ ნიშნავს რომ დაზიანებული მერკურით არ შეიძლება გამოვიდეს ძალიან კარგი მწერალი შეიძლება იმიტომ რომ ამას თუ გადალახავს უფრო კარგი მწერალი გამოდის ვიდრე ჩვეულებრივი მერკურის პატრონი. ტექნიკა, წვრილი ტექნიკა, კომპიუტერული პროგრამირება, smart რაღაცები, გამომგონებლობა, ოღონდ აი არა პენიცილინის აღმოჩენა, არამედ დაუშვათ ელექტრო დანის სალესის აი ესეთი რა, ხვდებით? რაღაც დიდი მეცნიერულ მიღწევებზე არ არის ექსკურსიები, სხვადასხვა პროფესიები, რომლებიც მოხერხებულობას და უსტატობას საჭიროებს. აი ფილიგრინულ ხელებით მუშაობას იუველირები რაღაც წვრილი მეებს ვაკეთებენ კვერცხის ნაჭურზე რო ჭრიან რაღაცებს იმიტომ რომ ხელებს გადაგებს ხო რაც ქსოვას ვერ ვიტყვი ხელსაქმეს აქ ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად სხვა თემაა ხო სხვაგან მივყავართ ქალური რაღაცებია მაგრამ აი ესეთი მუშური სამუშაო რაც ხელით არის სიყმაწვილის პერიოდს აღნიშნავს 12-დან 18 წლამდე ამას იმიტომ ვამბობ რომ მე ეს რატო დაგჭირე მერკური 12-დან 18 წლამდე მე რუკაში სხვა პიროვნებას შეიძლება აღნიშნავდეს აი ამასაკისას ტრანსპორტი ნათესავები ვთქვი ორატორული ნიჭი წერა ხო რა თქმა უნდა ჭორებიც ამის თემაა ხო რაც ენადან მოდის ყველაფერი ამისია
თუ ძლიერი არის, მაშინ შეიძლება მათემატიკური ანალიზი კონდეს, სუსტი შეიძლება იწოდეს მეტყველების დაზიანებას, ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დაბნა, წერასაც, მათ შორის დისლექსიასაც. ჰარმონიული ნიშნავს, რომ კარგად ისწავლის, თავისთავად ეს და არაჰარმონიული უთვარი, რა თქმა უნდა, არის ეგრეთ წოდებული იაზვა, ენამწარე, სწავლას უჭირს დასწავლა, ცოტა ზარმაცი არის, არათანმიმდევრულია და აი უყვარს ადამიანებს რომ მოშხამავს, აი ესეთი არაჰარმონიული და სუსტი შეიძლება ესეთი იყოს. რეტროზე ცალკე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ retro პლანეტებზე ცალკე გვექნება საუბარი ყველაზე. ნუ ზედამთვარე retro არ შეიძლება რომ იყოს, აქვე ვთქვით ხო, მე მგონი ეს თავისთავად ცხადია. შემდეგი პლანეტა, რომელიც მოდის არის მზის სისტემაში დედამიწა, მაგრამ ნუ ჩვენ დედამიწას აღვიქვათ როგორც ათვლის წერტილად. ყველა სხვა პლანეტა დედამიწაზე როგორ მოქმედებს, ასე აღვიქვავთ და ამიტომ არანაირ სხვა მიწის ენერგიას თუ აძლევს, ხო ეს შეგვიძლია ვთქვათ, თორე სხვა არაფერი. შემდეგი პლანეტა არის ანუ აქეთ მზე იქით თუ არა კი არა და აქეთ მერკური იქით ვენერა. ვენერა 48 გრადუსი არის მაქსიმალური, რაც შეიძლება მზეს დაშორდეს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად ვენერა და მერკური მზესთან არის ძალიან ახლოს. ერთი მაქსიმუმ 48 გრადუსზე გაარჩიან განლაგება, შეიძლება ახლოს იყვნენ საერთოდ ეს პლანეტები. ხო, რახან 48 გრადუსი არის სახლი და ნახევარი, მეტი არა, ხო, ესეთი დაშორება შეიძლება კონდეს. მის სრული ციკლი, ერთი ციკლი შეადგენს 225 დღეს, სადღაც დაახლოებით. მასაც არ აყავს, ანუ ვენერასაც არ ყავს თანამგზავრი. ერთი ის არის, რომ ვენერა განსაკუთრებული ნიშანი აქვს, რომ ვენერა ყველა პლანეტა ტრიალებს აქეთ, ეს ტრიალებს იქით, უკუღმა ტრიალებს. მას ძალიან ხშირად ნახავდი, ის ძალიან ხშირად სჭანდა ხოლმე დილაუთენია და საღამოს ანათებდა ძალიან ძლიერად და მას ქვია, იცით რა ქვია? ჩვენს იმაში წერია რა ქვია, ჩვენს ჰიმში ვამბობთ, რომ ცისკრის ვარსკვლავი ამოდის. ცისკრის ვარსკვლავი არის ვენერა. ამოდის და აი მაგას ველოდები, როდის გაბწყინდება, ვენერა სიკეთეებს, როდის მოგცემს, გარდა სილამაზისა და ხელოვნებისა, ცოტა მატერიალურსაც როდის მოგცეს ამ ქვეყანას და როდის დაგვეწყობა საქართველოს ცისკრის ვარსკვლავი რომ ამოვიდა ჩვენ თავზე. ისე ქვია ლუციფერი. ვენერა არის ერთი დედრობითი პლანეტა, მერე პირიქით, ანუ ყველა მიდის მარჯვნივ, მიდის მარცხნივ, ესა ნოვატორი, სისტემის წინააღმდეგ მსვლელი ადამიანი, სხვანაირად უყურებს სამყაროს ვენერა. ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ყველა კაცი მიდის მარჯვნივ, ეს მიდის მარცხნივ. აი ესე უნდა და ესე აკეთებს. დიახაც ესეთი ვართ ქალები და თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ ჩახვიდეთ, არ არის პრობლემა. ძალიან საათის სისხლის საწინააღმდეგოდ მიდის მისი ორბიტა. ამას შეიძლება მივცეთ ისეთი განმარტება, რომ აი რაღაც საწინააღმდეგო მხარეს მიდის და არ ემორჩილება. ხო, ხელოვნება მორჩილებაში არ მოდის და პირველ რიგში ვენერა არის ხელოვნების, სილამაზის მფარველი, ესთეტიკის და კულტურის და აქვე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ, რომ არ შეიძლება თან დავარცხნილი იყო და თან ხელოვანი, თან მეინსტრიმში მიყვებოდე რაღაცას და ქმნიდე რაღაცას. ახლა თუ კი ვინმე ვიცით ნებისმიერი მიმართულებით ხელოვნებაში, ყველაფერს რაღაცა წინააღმდეგობის და ჯინაზე, ესე ვთქვათ, გაკეთების ხარჯზე აღწევენ, ხო? რაღაცა დინების საწინააღმდეგო მოძრაობა არის ხელოვნება, თორე დინების მიმართულებით არის მეცნიერება. მე რომ მკითხავ, იმიტომ რომ პროგრესი მიყვები და თანყვები და ეს შეიძლება უკან მიდიოდეს. გემოვნება, რა თქმა უნდა, და ხელოვნებისკენ მიდრეკილება, ნებისმიერი მუსიკალური იქნება მხატვრობა თუ თეატრალური მიდრეკილება უნდა კონდეს ადამიანს, ამას განაპირობებს, რა თქმა უნდა, ვენერას მდგომარეობა, ტკბილეულობის, აი მე ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მტკივნეული. ეს ტკბილეულის სიყვარული არის ვენერას, მოკლედ,
გემოვნების კი არა, ყველანაირი სიამოვნების მიღებისზე აკებს ეს ესთეტიური თვალით იქნება თუ პირით მიღებული სიამოვნება განაგებს ვენერა. სიყვარულის უნარიც არის ვენერა. განკარგავს პირად რესურსებს, როგორც მატერიალურს, ისე ფიზიკურს. თუ შევხედავთ, ვენერა არის მეორე სახლის ან კუროს მმართველი და თუ პირველი სახლი არის, ეს არის მე, ჩემი ძალა, ჩემი ენერგია, მეორე არის სხვისი ძალა და სხვისი ენერგია, ან მათ შორის ფული და ქონება, რომელიც შემოდის ჩემ ცხოვრებაში და მაქვს რა. რა არის ვენერა? ფიზიკური ჯანმრთელობა, გარეგნული სილამაზე, რა თქმა უნდა, ჰარმონიაში ეს ხო, გასაგებია. რუკაში ან სხვის რუკაზე როცა უყურებთ, შეიძლება დაიყოს, შეიძლება იყოს ჩვენი ახალგაზრდა გოგონა ვიღაცას გამოხატავებს, შეყვარებულს გამოხატავდეს, მოდელების, მანეკენების ვისგანაც ხატავენ, რა ქვია იმ ხალებს, ვისგან დადგებიან და მისგან მხატვრები რო ხატავენ ეს ნატურები, ხო? მეყვავილეები, რა თქმა უნდა, ეს სილამაზია, ყვავილების თემაც მისი არის, ხო? სოფლის მეურნეობაც ამის თემა, ოღონდ სოფლის მეურნეობა, როგორც ხნადად ესვა კი არა, სოფლის მეურნეობა როგორც ბიზნესი, ანუ ფერმერობა. ხნადად ესვა სხვისი თემები არის, ხო? ასევე ვენერას რაც ახასიათებს, ეს არის ცოტა მომთხოვნი ნიშანია, მოკლედ ვენერა. ესე იგი, მისი სტიქია არის გააჩნია, რას ვაკეთებთ, ხო? თუ ვენერას ჩვენ ვთქვით 7 იმის მიხედვით თუ გავსაზღვრავთ, მაშინ მიწაც შეიძლება იყოს ჰაერიც და წყალიც, ხო? ისე, რა თქმა უნდა, მიწის ნიშანია ვენერა, ვინაიდან კუროს ის არის, ხო? მეტალი არის, ლითონი არის თუჯი, დღე არის პარასკევი, პარასკევს დაბადებულები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან, მაგრამ ძალიან სასაცილო ფრაზა ვთქვი, ხა თქვენ უნდა დამცინოთ ბოხიხმით, იმიტომ რომ უცბად მივხვდი, რომ პარასკევს ვარ დაბადებულით. არა, ეგრე არ არის. ნუ ვენერას დღე არის პარასკევი რა, გასაგებია. ისე რა საინტერესოა რა, მარხვის დღეს რო არის ვენერას დღე, იმიტომ რომ პირიქით მოძრაობს რა, აქ ტკბილეული და სიამოვნებები უყარს და ამ დროს მარხვა არის. ფერები არის ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი. თავისთავად, როცა ეს დაზიანებულია, მინდა გითხრათ, რომ ამ ფერებით შეიძლება ამის აღდგენა, ასე ვთქვათ, ხო? მაგალითად, დაზიანებული ქალწულში არის დაცემა ვენერასი, ეს ხშირად იწვევს ქალებში არა მარტო გაუთხოვრებას, ანუ ქორწინების არქონას, არამედ პარტნიორის ვერ მოძებნასაც. და ახლა წარმოიდგინეთ, აკლია ასეთ ქალს, აკლია ქალურობა. და რა თქმა უნდა, ვარდისფერში რო ჩააცმევ, გარეგნულად მაინც დაემსგავსება ის მეტად ქალურობას შესწევს, ხო, ამას, ვიდრე დაუშვათ კიდე თუნდაც შარვალ კოსტუმში დადიოდეს მუდმივად, მაინც ვარდისფერ შარვალ კოსტუმში უფრო ისეთია, ხო? ქალური, ასე ვთქვათ. რა ცხოველებს გადააქვს? ეს არის ცხარი, თხა, ბეღურა, პეპელა და მტრედი. ასევე აი მაგალითად პეპელა შეიძლება იყოს ვარდისფერი ან ცისფერი ან თეთრი პეპელა, დროშის სახით, მეტად ამ ვენერას ენერგიას აძლიერებს. ალმასი, ლაზურიტი, საფირონი და მალაქიტია მისი ქვები. რიცხვი არის 6. მეც გეტყვით, რომ მე ჩემს მასალებსაც გამოგიგზავნით, იმიტომ რომ ბევრი ქვა და რაღაცა მე შევსებული მაქვს სხვადასხვა წყაროებიდან და შეიძლება თქვენ ხათუნას ტექსტში ეს არ ნახოთ და ამიტომ დააბალანსებთ იქიდან და აქედან. რიცხვი ეს არის 6-იანი, ქვეყნის მხარე არის სამხრეთ აღმოსავლეთი. ამასაც აი მაგალითად რო ვეძებთ რაღაცნაირად სად არის, მაშინ შეიძლება გჭირდებოდეს ეს მდებარეობები. მისი რა თქმა უნდა კუროშია, თუმცა მე მიწერია აქ ორივე, ანუ ძველებურად სად მოისაზრებენ 7 პლანეტის დროს და განდევნა არის მორიელში, ანუ ესეც ცუდი მდებარეობაა, ისევე როგორც ეგზალტაცია ვენერასი არის თევზებში, ალბათ არავის არ გაუკვირდება. ეხლა რატო არ უნდა იყოს
ასევე ღრმა ნიშანში მისი ეგზალტაცია. ორგანოები ეს არის ყელიკისერი ნიკაპი, თიტყბელები და საკვერცხეები, შიდა სასქესო და გამოყოფის სისტემა, ჩიყვი და ვენური სისხლი. დაავადებები, რომელსაც იწვევს, ეს არის ვენური უკმარისობა და სქესობრივი დაავადებები. სქესობრივი დაავადებები, ანუ რაც გადადის სქესობრივი კავშირით და ეს ვენერიული დაავადებები რაც არის. ნუ ახლა მოქმედების სფეროები უკვე ვთქვი, მაგრამ გავიმეორებ სილამაზეს, სიყვარული, არჩევანი, მეგობრობა, უფრო პარტნიორობა, მატერიალური ფასეულობები, ლამაზი ნივთების სიყვარული, კომფორტის სიყვარული, აბაზანოვანა ტუალეტი რომ მოწესრიგებული უნდა იყოს, ანუ მასაჟები, ყველაფერი რაც აბასთან არის ფიზიკურ კომფორტთან დაკავშირებული, ესთეტიკა, ძალიან ესთეტები არიან ხოლმე, ვისაც ვენერა აქვს ძლიერი, აღიქვამს, სილამაზის აღქმის უნარი აქვს და ის რაღაცის სინდრომი რო არის, ისი ქვია, სტენდალის სინდრომი, იცით? ეს როდესაც სტენდალი ფლორენციაში მე მგონი გული რო წაუვიდა ფლორენციის სილამაზის ეს ალბათ ეს ვენერა ქონდა ძალიან ესეთი აღქმა სილამაზის მათ აქვთ ხოლმე. რა ვთქვა კიდე, გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ჯანმრთელობა, ფიზიკური სიმრთელე, ესეთი, მისი გამოვლინება მსუბუქი და ჰარმონიულია, როდესაც ვენერას ზემოქმედება არ არის ესეთი აგრესიული. სასამართლოც ვენერა არის, იცით? სამართლიანობა? სასამართლოც, ხო, აი, სასამართლოც არის როგორც სამართლიანობა, ეს ხო მებრძოლი ქალღმერთია და შესაბამისად ესეც. ნუ რა თქმა უნდა ითვლება მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების, პოეტების, დიზაინერების, მოდის დიზაინერების, მოდის ინდუსტრიაში და ამ ხელოვნების ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების, პარფიუმერიის, რეკლამის სპეციალისტების ეს ყველაფერი ეს არის ესთეტიკა, რასაც მოიცავს. თუ ძლიერია არის მატერიალური კეთილდღეობის მომტანი ვენერა, მოკლედ თუ ვენერა არის დაზიანებული, მარტო იმას კი არა, გინდა ქალებში, გინდა კაცებში, მარტო იმას კი არ იწვევს, რომ დაუშვათ ურჩეს პარტნიორის პოვნა. მატერიალური მდგომარეობაც მისთვის ყოველთვის აი სათუა ხოლმე. რა შეიძლება კონდეს შემოსავალი, მაგრამ ვერ იდგებდეს, ხო ხვდებით. დაძაბული ეს არის კომუნიკაციის სირთულეები, არჩევანის ანუ არის, ნუ ვერ იღებს კარგ გადაწყვეტილებებს და ვერ იღებს კარგ შედეგებს თავისი გადაწყვეტილებებიდან, სასურველ შედეგებს. ასევე დაძაბული ურთიერთობები საერთო ენის და ცოტა ამპარტავნობას იწვევს ამა თუ იმ მიზეზის გამო. თუნდაც აი ის რომ მაქვს ესმის მაღალი ხელოვნება და თქვით ჩვენ არ გვესმის და ზევიდან გვიყურებს ამის გამო და რა თქმა უნდა ხა ეს არ მიიყვანს მას დადებით შედეგებამდე. რეტროვენერას რაც ეხება, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს პერსპექტივაში ესეც არის გაწერილი და არ ვიცი ხა გამოგიგზავნოთ თუ არა, მაგრამ ნუ დავფიქრდები და ან წავშლი და ისე გამოგიგზავნით, ან რა ვიცი, რომ ზედმეტი არ იყოს, მაგრამ მართლა ზედმეტია ყველაფერი ერთად. პირად პლანეტებიდან ბოლო არის მარსი. ხვებოდი ვენერასთან გადაკვეთაში. ანუ მე ვარ კურო მზით. და ანუ ისედაც თუ ვენერაც არ მყავს კუროში, რეალურად ძალიან გამოხატული ვარ თავისი დაავადებებით და ყველაფერს, ანუ ფარისებრი ამოჭრილი მაქვს, ანუ ყელის დაავადება რაც არის, დედაც კურო მყავს და ანუ აუცილებელი რომ ვთქვათ ვენერა და კურო, ხო? კი და პირიქით. ანუ მზითაც როცა ვარ, ვთქვათ ვენერას მართვალ პლანეტაში. თავისთავად ეხლა გამოხატული ვარ ძალიან. მზე გამოხატავს, ნახეთ, მზე გამოხატავს ადამიანის გარეგნობას და სხვა როგორ აღიქვავს მას. პირველი სახლია და მზე როგორ რა თქმა უნდა გარეგნობას მაგის და თუ ეს მზეს მიყავს მაინც რაც არ უნდა ვთქვათ ის არ ყავდეს თავის მმართველობაში. გარეგნობას მით უმეტეს მე ნახეთ მაშინ ვთქვი რომ უფრო მოქმედებს შინაგან გამოხატულებაზე და არა გარეგნობაზე. გარეგნობას და სხვა როგორ ხედავს კიდე სხვა თემა. მე მზე არ მუშაობს თქო ესეც არ მithქვამს. თუ ესე აღიქვით, რომ ეს თქვი. არა, ისე ჩემთვის მაინტერესებს, რომ უფრო თავინიშნო ტვინში. ჩვენი ნიშანი, რომ სადაც ჩვენ დავიბ. ახლა კითხავთ, სად არის თვითონ ვენერა? მე, ჩემთან?
ტყუპებში ეგეც. არ არის შორს წასული რა კიდე. არც ცუდი მდგომარეობა ამ არა, მდებარეობა. ხო, ცუდიც არ არის. არც არ რომელი სახლია მაგასაც ხოვარ? კი, ეგეც ტყუპებია. ტყუპების სახლში, მესამე სახლში. ვენერა პარად ტყუპებში მყავს, თავის სახლიანად ყველაფერი. არის სახლი მესამეშია? ანუ ეს ტიპა მეორე სახლი ფაქტიურად არ არსებობს? იქ არის რამე კიდე გავლენები, არა სპეციალურად შემომოწმე. პირველი სახლი თუ კუროთი, პირველი თუ მეუბნებით რომ კუროც მზე მეორე სახლია თუ პირველი სახლი? მეორე სახლი? არა, პირველი სახლია. კუროა, მაგრამ პირველი სახლი. მაშინ მეორე სახლიც სადღაც უნდა იყოს, პირდაპირ მესამეში როგორ გადავედით, ხო მაგე მაინტერესებს. მე თქვენი მონაცემები მე მაქვს, ხო? და ნახავ. აი ეს არ ჩამიგდია, მაგრამ ჩაგიგდებ და ეგ მაინტერესებდა, თუ პირადადაც გასაუბრების საშუალება მოგვეცემა, რომ მეც მე რო შემაჯამებთ, მეც რო გავიგო. კი ბატონო, კარგი. ახლა გავაგრძელოთ ჩვენ და გადავედით მარსზე. მარსი არის უსაყვარლესი პლანეტა. ბევრი მახასიათებლების გამო. მზიდან მეოთხე არის და არის ვულკანებით დაფარული, ხო? დღესაც შეინიშნება მასზე რაღაცა აქტივობები, ხან რაღაცა ფეთქება და ხან რაღაცა იფრქვევა და ხან რაღაცა მოძრაობს. მოწითალო შეფერილობის არის, ხო, იცით ცაზე და ანუ ეხლა ბუნებრივია სისხლის ფერი და ომის პლანეტა და ასე შემდეგ ყველაფერი მასთან განიხილება, მასთან ასოცირდება უბრალოდ. მას ყავს მარსს ყავს ორი თანამგზავრი. ეს არის პირველი პლანეტა, რომელსაც თანამგზავრები, დედამიწას არ გულისხმობ, მთვარეს არ გულისხმობ ამ კონტექსტში, მარსის ორი თანამგზავრი. ერთი არის ფოპოსი. ბოდიში. მეორე არის დეიმოსი. ანუ შიშები და საშინელება, კოშმარები, ესე ვთქვათ, ხო? ეს ფიქრობენ, რომ ასტეროიდები იყო, ეს თანამგზავრები, რომელიც ამ პლანეტამ თავის გრავიტაციით მოიზიდა თავისთან. 22 თვეს შეადგენს მისი ციკლი, მთლიანად ისეთი შემოტრიალების. შიდა პლანეტები შედარებით უფრო ფერმკრთალად ანათებენ, ვიდრე გარე პლანეტები და უფრო ჩანან გარე პლანეტები, ხო, შესაბამისად. შიდა პლანეტებს მიეკუთვნება მარსი და ასე მკაფიოდ არ ჩანს. თუმცა რაღაც პერიოდებში 15-17 წელიწადში ერთხელ აგვისტოს თვეში უახლოვდება ძალიან დედამიწას და დაახლოებით 57 მილიონი კილომეტრი თუ ძალიან ახლოსაა, ხო? და მაშინ უფრო კარგად ჩანს ხოლმე ცაზე. აქვე ვიტყვი ეს პლანეტასთან რაც უფრო ახლოს არის, მისი ზემოქმედება, ნებისმიერი პლანეტის ზემოქმედება. აი ჩვენთვის წარმოუდგენელი იმითი რომ მოახლოვდეს რაღაცა ეს ხო 57 მილიონი კილომეტრი ხო წარმოგიდგენთ რა მანძილი არის და აი ესეთი მოახლოებაც რა თქმა უნდა მათ პლანეტების გავლენას უფრო მეტად ახდენს ადამიანებს. რას განაგებს მარსი? ძალადობა, ომი, იარაღი, ჭრილობები, იარები. ზოგადად რკინის მმართველია ლითონის რკინის და რკინის შენარევების და ასე შემდეგ, შენადნობების და ასე შემდეგ და გასაგებია, რომ ყველა სახის იარაღს და მათ შორის ქირურგიულო იარაღსაც, რაც რკინის იარაღია, ყველაფერს ეს განაგებს და ამიტომ ბევრ რამეზე შეგვიძლია გავიდეთ ამითი, როგორც მაგალითად მანქანების შეკეთებიდან, სადაც რკინის იარაღი გაქვს, ისე ქირურგიულ პლასტიკურ ოპერაციამდე, სადაც ასევე რკინის იარაღებია, ხო? პინცეტიც კი შეიძლება ჩავთვალოთ სტარბების ამოსაქმნელად რო ვიყენებთ, ისიც შეგვიძლია ჩავარჯენ და ფრჩხილების რო ნუნების მაგრატე, აი ესენიც ყველაფერი აქ არის. განაგებს ადამიანში ცხოველურ ინსტინქტებს და აგრესიას. ოღონდ აი ამ აგრესიას თუ ეს არ არის დაზიანებული მარსი, იცით როგორ აგრესიას გულისხმობ? ისეთ აგრესიას გულისხმობ, რომელიც გვამოძრავებს, რომელიც იწვევს ჩვენს
შინაგანი ფიქრების და სურვილების გარეთ გამოტანეს და ქმედებაში თუ ეს არ არის რა თქმა უნდა დაზიანებული. თუ დაზიანებულია ეს მინდის იქამდე რომ მივდივარ და ვუტყავ თავში ვიღაცას. ანუ ვერ კონსტრუქცია ცხოვრებაში დრაივიც არის, ხო? აი დრაივ, კაი სიტყვა, მაგრამ ანუ ცხოვრების მამოძრავებელი, რომ ადგე, წახვიდე, გააკეთო, ეს არის მარსი. მარსი მზე სურვილია და ამის უნარი გაქვთ თუ არა და მარსი თუ გაქვთ დაზიანებული მამაკაცებში გეტყვით ესეთ რაღაცას იგულებ გეყოლებათ მამაკაცი შეიძლება ვიღაცის ახლობელი ნაცნობი რომელსაც უყურებ და თითქოს ძალიან განათლებულია თითქოს გარეგნობითაც ცუდი არის მე რაღაცა არც გეი არ არის და რაღაცა კაცობის განცდას არ იწვევს რა რომ არ არის მამაკაცური დაზიანებული მარსია სავარაუდოდ იმიტომ რომ მამაკაცური საწყესია ან ქალების და კაცები რომელსაც აქვს მილიონი იდეა მილიონი რაღაცა უნდა რომ გააკეთოს და არაფერი სამსახური უნდა და ორი სივი არ აქვს არსად გაგზავნილი არც თანამდებობის პირს კლასელთან არ დარეკა რომ იქნებ სადმე სამსახური ხვდებით არაფერს არ აკეთებს უნდა იმიტომ რომ ქმედების უნარი ეს არის ნებელობა არა აქვს არა აქ ნებელობა და აისხას აბჯარი და წავიდეს აბა ომი გინდა ტიპი არის მას დაზიანებული რა არ მინდა ნაცარქექიაც არა ნაცარქექიაც და მგონია რომ მერკური მუშაობს ძალიან კარგად და როდესაც ასპექტები საერთოდ არ აქვს ესეც დაზიანებულად ესეც დაზიანებულად ითვლება მიუხედავად იმისა თავის მმართველობის ნიშანშია თუ არა თუ თავის მმართველობის ნიშანშია და ჩაყლაპული ნიშანია და ასპექტები არა სუსტად გამოვლენილი იქნება არ იქნება დაზიანებული მაგრამ არ იმუშავებს კარგად და აქედან გამომდინარე შეიძლება გამოიწვიოს აი იცით როგორი ტიპები აი რა ვიცი ისეთი კაი ბიჭი იყო არაფერი და უცბად მეგობრობელი დაჭრა ან რაღაც ესეთი აი ეს მარსის ცუდი გამოვლენებები და ნუ მებრძოლია და ბრძოლას გადაიტანს ეს ხელჩართულ ბრძოლაში თუ იმაში რომ სპორტსმენი გამოვა უკვე თავისზეა დამოკიდებული დაზიანებული მარსის ბიჭები ვისაც ყავთ მე ყველას ვეუბნები ხოლმე რომ არა მარტო კარგად ის სპორტსმენი გამოვა თუ კარგი მარსი თუ კარგი ასპექტაციით აქვს მაგრამ თუ დაზიანებული აქვს გაატანინეს იცით როგორ არის ამ აგრესიას ავლენ შიგნით თავს იჭამს და მე ის არაადეკვატურად ვლინდება ხვდებით ანუ სხვას უტევს და ამიტომ ყოველს შვილი მის ბიჭს ადამიანის შულს თუ აქვს დაზიანებული მარსი ვეუბნები რომ მიიყვანე აგრესიულ სპორტზე სადაც გამოხატავს შინაგან აგრესიას გამოცემს, გაისტყორცნის, აღარ დაუგროვდება და მე ეს დესტრუქციულ ძალად აღარ გადაიქცა. მარსი არის ფიზიკური შრომა. სხვათა შორის, აი, შრომა გასწორებითი კოლონიები რო იყო, ცუდი ყოფაქცევის ადამიანებისთვის მუშაობს. ანუ ფიზიკურად მარსი უნდა დაიღალოს ფიზიკურად. მასი არის მამაკაცური საწყისი და ქალები, რომლებიც თავის შვილებზე ან მეუღლებს ვაიმე როგორ დაიღალა და ეს ბადაღლა ფიზიკურ დაღლას და სულ მეცინება, თუ არ დაიღალა ის კაცი არ ვარგა ფიზიკურად უნდა დაიღალოს კაცი მამაკაცური ენერგია უნდა დახარჯოს მაშინ მამაკაცური ენერგია ცირკულაცია უნდა მოხდეს ანუ კი არ უნდა მქონდეს ეს სულ უნდა მოძრაობდეს თორე დგას ფიზიკურად თუ დაიღალა ძალიან ბევრი ვიცი ესეთი მამაკაცი რომელიც ფიზიკურად თუ არ დაიღალა არაფერში არ ვარგა აი მე დივანზე ზის და სკროლავს რა ან უსაქმურობა ემატება ვერ ვლინდება და ვინც უფრო მეტად ფიზიკურად მუშაობს რატო ამბობენ რომ ტალიკ სოფლელი ბიჭებიო ხო ჯანმრთელი და ჯანსაღიო და ის ფიზიკურად მუშაობს მისი მამაკაცური ენერგია მუშაობს ის ქმნის რაღაცას აფუჭებს ანგრევს იმას სულს ურტყავს თუ ნაჯახს ურტყავს რკინასთან სულ მუდმივი კონტაქტი აქვს და ამიტომ ამ ენერგიას იახლებს ხოლმე ეს იმას აღნიშნავს რომ მაღალი ცოტა სხვა განვითარების მამაკაცები არ არსებობს და სხვადასხვა არ მაინდა-მაინც რკინა უნდა ეჭიროს ხელში და მაინდა-მაინც ის უნდა ქონდეს, რა ქვია, თოხლიდეს, რომ შედგეს როგორც მამაკაცი. მე ვამბობ, როგორ აი პრიმიტიულ დონეზე როგორ მუშაობს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ეს იყოს მხედართმთავართან გადასული, ხვდებით? ანუ ის ვინც იქნებს კი არა, ვინც სტრატეგოსია და ამას აკეთებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარსი არის ენერგიულობა, ძალა, ფიზიკური შრომა კონსტრუქციული აქტივობები, კონკურენციისკენ სწრაფვა. ვიღაცას უნდა ეჯიბრებოდეს, რომ შედგეს. მისი მარსის თემებია სპორტი, განსაკუთრებით აგრესიული სახეობები და არა ჭადრაკი, ხო?
მისი როლი რუკაში შეიძლება იყოს როგორც მეომარი, სპორტსმენი, მეხანძრე, მჭედელი, მეტალურგი. ამასაც იმიტომ ვამბობ, რომ აი აქტიური მარსი რო არის, რა შეიძლება სპორტსმენი პროფესია გამოუვა თუ არა, ხო? მერკურისთან ერთად ეს არის მძღოლი, მერკური შეიძლება მძღოლს აღნიშნავდეს და მარსიც შეიძლება მძღოლს, იმიტომ რომ მანქანა რკინაა, ხო? გალის რუკაში შეიძლება აღნიშნავდეს მამაკაცს. კაცისაში კონკურენცია მტერს, როდესაც პროგრესიას ვაკეთებთ, ან სოლარს ვაკეთებთ ასეთ თემებში, ხო, რაღაც სინასტრი ესეც შეიძლება იყოს. მარსი შეიძლება ქალის რუკაში მიუთითებდეს, როგორი მამაკაცები მოსწონს ქალს, როგორი დაუშვათ აი ესეთი აგრესიული და მიდიმუადე თუ უფრო პროფესორი ტიპები, როგორ შეეცამა. ორგანიზმის ეს არის თავი, სახე, იარები, განსაკუთრებით თავის არეში იარები, სისხლის წითელი ბურთულები, ცხადია ხო, რაც გვამოწევს, კუნთები, არა ვენურის სისხლი, რომელიც ვენერას იყო, ანუ ეს რასაც სისხლი, რასაც არჩქეფებს წითელი ბურთულაკები, კუნთები, მარჯვენა ხელი, მთლიანად მარჯვენა ხელი, ცხვირი, ზოგ შემთხვევაში თვალები. აქ მაქვს ხოლმე ყოველთვის კითხვა, რომ მარჯვენა ხელი მემარჯვენეებში თუ მემარცხენეებში ჯერჯერობით ვერ გავარკვიე. მე ვფიქრობ, რომ მარჯვენა ხელი, რომ ანუ მოქმედები თუ მემარცხენეა ადამიანი, ალბათ მარცხენა ხელი იქნება. მარჯვენა ხელი როგორც ხმალი, რომელშიც უწევს, რომელთაც ატრიალებ, ხო? ალბათ ესე თუ შუბი როგორც არის. ცხვირი, ზოგ შემთხვევაში თვალები, მამოძრავებელი ნერვები, თირკმელზე და ჯირკვალი, გარესასქესო ორგანოები და შარდის ბუშტი. აი, ვენერა იყო შიდა სასქესო ორგანოები, ეს გარე არის. ვენერიული დაავადებები ცხადია აქაც იქნება, ხო? სასქესოების დაავადებები მამაკაცებში განსაკუთრებით ნებისმიერი ფორმის. მარსის სიმბოლიკა რა არის? ჩვენთვის აი მარსი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტში, იმიტომ რომ მარსის სიმბოლო არის მგელი, ხარი და მორიელი. სიმბოლოები და რატო არის მგელი მნიშვნელოვანი? მგელი არის ითვლება საქართველოს ტოტემურ ცხოველად, ან საქართველოს ტოტემური ცხოველი. რა და ეს მარსი ჩვენ გვაქვს ძალიან დაზიანებული ცხადია, თორე აი ხო ხედავთ რა. მოკლედ ვენერა და მარსთან კონდისა გვაქვს ჰარმონია დარღვეული. თქვი უკვე რა 22 თვიანი ციკლია, თითქმის 23 თვე, სტიქია არის ცეცხლი. ლითონი არის რკინა და ფოლადი, რკინა არის ფერუმი და ფოლადი არის რკინის ნებისმიერი შენადნობი. თუ კი რასადმე არის რკინა შესული, ხო? დღე არის სამშაბათი. ამ დღეებსაც რომ ამბობ, ის თემა, რომელიც უკავშირდება ამა თუ იმ პლანეტას, მაგალითად, სპორტული შეჯიბრი, ხო? რომელშიც გინდა რომ მოიგო. თუ სამშაბათს ეს ტარდება, ხო? ჩვენთვის უფრო მომგებიანია, ხო ესა? ხდებით რას ვამბობ? თუ რაღაც აგრესიული ქმედება უნდა განახორციელო და ვიღაცას მუშტი მაგიდაზე უნდა დაუყო, ჯობია სამშაბათი დღე შეარჩიო ამისთვის და არა ორშაბათი, რომელსაც ორშაბათს ეს დღე გამოვა ძალიან ემოციური მთვარე არის, ხო ხდებით? და არა კონსტრუქტორ. თუ ვიღაცა გინდა რომ ბოდიში და დააკაჩაო, ხო და ცოტა შენი სიძლიერე აჩვენო, სამშაბათს უნდა გააკეთო ეს და არა ორშაბათს. აი ორშაბათს დაველაპარაკები, რომ ჭკუა ვასწავლო, ან მოვთხოვო პასუხი. არა, ეს უნდა გააკეთო სამშაბათს, სადაც მარსი უფრო იმუშაობს. წითელი და ალისფერი, აი სისხლისფერი არის მარსის ფერები, ხშირად დაზიანებული მარსის მქონე მამაკაცის ვუჩვევ ხოლმე, რომ ეხლა ძნელია ქართველ კაცს მოთხოვო წითელი ჩაიცვით ხო რამე, ხო? მაგრამ წინდები და ტრუსები შეიძლება რომ არავინ არ შეუმოწმებს იმას წითელიაცვია თუ რაღაც. ან ეგრეთ წოდებული ბრელოკი, ქართულად როგორ არის ბრელოკი? ხო უცბად მივხვდი რომ არ ვიცი. ბრელოკი ხარის თავით, მორიელის თავით, მგლის თავით, რკინის. ნახეთ რა, ვაფშე არაფერი, რკინა, ჩვეულებრივი ჯართი რკინა რაღაცა, ხო? ლურსმანის ტარებაზე დაიჭერენ, თორე რკინის რაღაცა რო ედოს ჯიბეში, ეგეც კარგია, თუნდაც დანა. მაგრამ დანათა ის უკვე კრიმინალითან მივდივართ. აი ბრელოკი მგლის თავით რკინის, ხო? მშვენიერია ამისთვის. ქვეყნის მხარე არის სამხრეთი ნაწილი. ბუნებრივია, ჯერთი ცეცხლის სტიქია მარსი და მე რა თქმა უნდა მეომარი და სამხრეთში ანთებული ცეცხლი გულები გასაგებია, რიცხვი არის 9. ქვეყნის მხარე რას ნიშნავს? რატო გეუნებით ამასაც გეტყვით. როდესაც ჩვენ მე ვისწავლით ხორას და ვისწავლით, თუ ვისწავლით დაკარგული ნივთების ძებნაში გვეხმარება, ან დაკარგული ადამიანების დაკარგული ნივთების და ადამიანების ძებნაში გვეხმარება ის რიცხვებიც და ქვეყნის მხარე, რომელის მმართველიც არის მარსი, არის სამხრეთი.
ამითი მითითებებს გვაძლევს ეს, თორე ცოტა რთული თემაა და მაინც აქ ვამბობ ამას, ვიცოდეთ. მისთვის თუ დაგღალეთ, მე მგონი დღეს ცოტა ბევრზე ვსაუბრობთ, ხო? არა, ვაიმე, ბოდიში, ჩემი დამთქნარების გამო თქვით, ეგ მე ახალი გამოცებული რომ არ იმიტომ ეს. ბევრს მოძრაობ. არა მეგობრული პლანეტები არის სატურნი, მეგობრული მზემთვარე იუპიტერი. სავანეც მიწერია, სად არის ეს არის ვერძის სახლებში წერია, მანდ ეგზალტაცია არის თხისთხაში, ანუ ყველას კარგად ნახეთ რა კარგია. თხისთხაში, იმიტომ ვლინდება, რომ წარმოიდგინეთ ყველაზე კარგად მარსი, იმიტომ რომ ეს არის მიდიმუადე ტიპი მარსი და იქ ხდება სატურნი თხისთხაში, რომელიც არის კონსტრუქციული და რომელიც ამ მიდიმუადეს მიმართავს კონსტრუქციულად სტრატეგიით დახედასაღა და მიუთით და სად მიდიმუადოს რა. ესე არაფეთქებადი რაღაცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარსს აქვს ეს ორი თანამგზავრი, ამაზე მინდა ესე გავაკეთო. ნახეთ, მარსთან ახლავს შიშები და დემონები. სისხლის წყურვილი, ესე პირობითად რო ვთქვათ, ანუ სხვებზე დომინაციის სურვილი და საკუთარი შიშები. ორივე გამოვლინება არის კატასტროფული, გინდა ქალის, გინდა კაცის იმაში, იმიტომ რომ კონსტრუქციულ ქმედებებს ავლენს, ანუ ემოციებს აყოლილი, ფეთქებადი ხასიათის ადამიანებს ქმნის და ქმნის არა იმას, რასაც სატურნი გვაძლევს, რა ყოველ დღე მუშაობ და შედეგი გაქვს და იქნება გამიმართოს. აი გუშინდელი იყო მარსი, გუში რაც მოხდა იყო მარსი. დაუგეგმავი არანაირი სტრატეგიისა არ ქონდა და იქნება და გამიმართოს. ეგ არის მარსის სუდი გამოვლინება რა და ამას უნდა ვფრთხილდეთ ხოლმე. ეს კი ორგანოები, თავის ტვინი, ერითროციტები, თავი, სახე, იარების სახისა და თავის არეში, სისხლის წითელი ბურთულები, თქვი, კუნთები, მარჯვენა ხელი, ცხვირი, ზოგ შემთხვევაში თვალები, ეს თქვი ხო მე მგონი. შარდის ბუშტი და ტემპერატურა. ტემპერატურასაც, სხეულის ტემპერატურასაც მართავს მარსი. ხშირად სხვათა შორის დაზიანებული მარსის ვისაც აქვს ხოლმე არა 36 და 5 თუ 6, რომელიც 36 და 6 არამედ უფრო დაბალი ტემპერატურა. ტემპერამენტი აკლია. ოკეი. თემები მისი უკვე თქვი, მე მგონი ნებისმიერი ფორმის ძალადობა, ომები, იარაღი, ჭრილობები, იარები, ტკინისა და ფოლადის იარაღი, ხანძრები, შინაგანი აგრესია. ხანძრები იმიტომ რომ ეს არის, ხო რა ქვია, თვითონ ცეცხლის ნიშანია. ხო, ცხადია. სხვათა შორის მიმდინარე პროცესებში, როდესაც მარსის და მარს მიემატება ხოლმე რაღაც სოციალური პლანეტების ცუდი ასპექტაცია, იწვევს ხოლმე მსოფლიოში ხანძრებს. ქირურგიული ოპერაციები ვთქვით უკვე, მას პასუხისმგებელი რო არის ენერგია, აი ბრძოლის უნარიანობაზე, ენერგიულობაზე, რაღაცა კონკურენცია რო უნდა რომ ვიღაცას აჯობოს, ეს არის ყველაფერი მარსი და სპორტს რო განაგებს ესეც უკვე ვთქვით. თუ ძლიერი არის ეს ადამიანი, თუ მარსი ძლიერია, ქალს არ ვყოფ ახლა ქალად და კაცად, ორივეს ვამბობ რა, ორივეს გესწრებით. თუ ძლიერი მარსი აქვს, ეს არის მამაცია, შემტევია, ინიციატივები აქვს, მამაკაცები რაინდული ტიპის არიან, უნდა რომ ვიღაცა დაიცვას, ვიღაცაზე მზრუნველობა გამოავლინოს. აი უნდა რომ იყოს სასარგებლო, იყოს კარგი მოქალაქე, ვიღაცას გაუწიოს ანგარიში და ასე ვთქვათ პატივისცეს და ხელი შეუწყოს რაღაცაში. დადებითად იმოქმედოს, ოღონდ იმოქმედოს. და თუ ეს არის დაზიანებული, მაშინ ეს პლანეტა აღარ არის კეთილი პლანეტა, ხდება უარყოფითი გამოვლინება, ფიცხი ხასიათი, აგრესია, სისასტიკე. პირველ რიგში ესეთი ადამიანები არიან ხშირად შიშრები და მოძალა ცნობილი ფაქტია ფსიქოლოგები დაგვიწერს რომ მოძალადი ყოველთვის არის შიშა და თვითონ ყოველთვის ეშინია თვითონაც იმის ეშინია რომ მას წემენ და აქედან გამომდინარე მოძალადეებს ძალიან ხშირად ახასიათებთ ეს ნიშანი თვისება ამიტომ ის ევგენიკა კი არა თავის ზომ ქალის მიხედვით რომ ცდილობენ რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ დაზიანებული მთვარე თუ არ არის კონსტრუქციულად მიდგომა. ეცით რას ვამბობ ხოლმე, მე საერთოდ ასეთ ძალიან წინააღმდეგი ვარ, როდესაც ადამიანებს მოდიან და მეუბნებიან, აი ჩემი მეუღლის რუკა, ან ჩემი ზრდასრული შვილის რუკას ჩახრა. ნუ ეს არის ინტიმურ ცხოვრებაში ვერავი, მაგრამ შვილებისთვის გამიკეთებია, არ გამიკეთებია ეს
აი ზუსტად იმისთვის, რომ თუ შენი ყავს ბიჭი, რომელსაც დაზიანებული მარსი აქვს, ხო, დავუშვათ, რა უნდა გააკეთო? ანუ როგორ უნდა შეუწყო როგორც მშობელმა ხელი, ხო? უნდა რაღაცნაირად ეს მარსი დააძლევინო და აგრესია, რომელიც მიდის შიგნითკენ არასრულფასოვნების კომპლექსით და მე გამოდის სხვაზე აგრესიულად, რაღაც ეს რომ დაუკომპენსირო და რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოუსწრო. იქნება როგორც ვენერა ქალებს შენ ხალურობა, რომ ამოიქაჩოს ახლა ვარდისფერების სიყვარული თუნდაც რა, ახლა მე დაზიანებული ვენერა მაქვს ხალწულში საკანდენაში და აი ვარდისფერი ტანსაცმელი ჩემთვის აი იმდენად წარმოუდგენელი თემა იყო მთელი ცხოვრება და მთელი ბავშვობა, რომ და მეც მეტი არა მეტი ის კეთილ ანუ ხელი არ შემეწყო რა მხრივ. ნახეთ, ბებიასთან ვიყავი ძალიან ხშირად და გრძელი თმები, ჰოპა, უფრო მოხელხებულია მოკლე თმები და შარლებში უფრო კომფორტულია. რა შარლები რა ის გოგოს ბანტები უნდა და მძივები და ასეთ ვენერას უნდა მაქსიმალურად ქალურობისკენ, როდესაც ესეთი დაზიანებულია. ნუ როცა არ იცი ესე ხდება რა, ბუნებრივია. უფრო კაცური ქალები არიან ხოლმე. და ეხლა გადახვედით ვარდისფერი. არა, არაფერი, მე სხვანაირად დავამუშავე ჩემი ეგო დავწიე და ჯობდა ეს თვისებები სხვანაირად. ანუ არ ვიცი რა ჯობდა, რაც უნდა გამევლო, იმას გავდივარ ნებისმიერ შემთხვევაში. ჯერ ნორვეგიაში არ მოვსულვარ, და რომ მე ვიქნები კაცი. ნაჩქარები მეტყველება, აი დაძაბული როცა აქვს ასპექტები, იმპულსური ჟესტები, დაულაგებელი, არაპროგნოზირებადი ქცევაც და მეტყველებაც, მიუხედავად იმისა, რომ მერკური არ არის. ასეთ ადამიანები არ იწვევენ დობას, აი რაღაცას დაზიანებული მარსი, აი სულ იმას არ ენდობი ამ ტიპს რა, რაღაცა კი არ ლაპარაკობს ისე და აი რაღაცა ენერგია არ მოდის. ნახეთ, მამაკაცური ენერგია მამაკაცში როცა არის კარგი, იმას ენდობი. მყარი არის, არ არის იმპულსური, არ არის რაღაც არათუ ბევრს არ იგინება, სხვათა შორის ბევრს იგინება ასევე ისიც საქმე დაზიანებული მერკური. უხეშება, სისულელე, სიბრაზე ეს არის მარს დაზიანებული მარსის მაჩვენებელი. რეტროზე ისევე არ ვლაპარაკობ, ახლა იმიტომ რომ აქ კიდე სხვა არის. რეტრო სხვანაირად მუშაობს და სხვანაირად. ნახეთ, ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი. როდესაც მარსი არის დაზიანებული, აი ეს ნიუანს ვიტყვი, გაგიმხელთ ესეც საიტლოს, თუ ეს არის მარს დაზიანებული არის სატურნისგან. როგორც წესი, ეს არის ყოველთვის მამის მამაკაცის რუკაში, მამის დომინანტობა როგორ ვთქვათ, მამის იმიჯი, მამა, როგორც მეორე თაობის, ანუ შვილის მამაკაცრობის შემზღუდველი. ესეთი ადამიანი და გათავისუფლდეს მამის გავლენისგან. მამის სახლიდან უნდა წამოვიდეს და მამის ქონებით არ უნდა სარგებლობდეს, რომ შედგეს როგორც მამაკაცი. ნუ შეიძლება არ წამოვიდეს და ჩაჭრას ეს კავშირი, ან მამა როგორც კუნტი, მამა როგორც მისაბაძი, მამა როგორც ასე რომ ვთქვათ, მამა ღმერთია ესე ხო ხვდებით რა და ის არის ყოველთვის მართალი, ის არის ყველაზე წარმატებული, მე მაგამდე ვერ ავალ ვერასდროს. აი ესეთი ტიპები არიან ხოლმე მამაკაცის შემთხვევაში, ან მამის დომინაცია. როგორც წესი ესეთი კაცები, როდესაც მამა ეღუპებათ, თუ ახალგაზრდა ასაკში ეღუპებათ, შეიძლება უფრო მეტი შანსი ქონდა, რომ თვითონაც მამის სახელით რაღაცა აკეთონ და თუ ეს როგორ ვთქვათ, თინეიჯერობა არ გაიარეს, თუ მამას არ დაუპირისპირდნენ, ხო? ნუ აი, იცხოვრებენ ისე, რომ მამამისის დატოვებულ ქონებას გახარჯავენ რა. თუ ალკოჰოლიკები ძალიან ხშირად ხდებიან, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, ან ვერ რეალიზდებიან, ისედაც წარმოიდგინე, ისედაც არ გაქვს თავიდანვე მამის, ანუ არ გაქვს მამაკაცურობის გამოვლენის შესაძლებლობა. დაზიანებული გაქვს ეს ხო მარსი და შიგნით მიდის ეს აგრესია იმის მაგათ რომ გარეთ გამოვიდეს და ვიღაცას იმას უქნა რა ქვია ქმედებაში გადაზარდო შენი რაღაც სურვილები და კი პლუს ამას კიდე მამა ყავს რომელიც ესე გიყურებს შენ რა უნდა გააკეთო რაღაც ესეთი ტიპები ხო არიან ზოგი მამა ესეთი რომ ზოგი კი რა ბევრი რომ აი მე შენ ასაკში იცი და რაღაცა
და რა ეხლა, ამით რას ვუკეთებ, რომ ახალისებ თუ რა ეხლა, მაგასთან შედარებით 16 წლის ასაკში დავით აღმაშენებელი მეფე გახდა. ყველას შეიძლება რაღაცა მოუწერიოთ. ასეთ ბიჭებს ძალიან უჭერს ხოლმე ცხოვრება. ვიცით რატო გამამახვილე ბიჭებზე და მამაკაცებზე ყურადღება? ნებისმიერი ქალი მარტო არის თუ ოჯახი ყავს რაღაცა, მაინც ყოველთვის უფრო ძლიერი მგონია. ვიდრე მამაკაცი და აქ გეტყვით ჩემ მიგნებას რატომ მგონია? იმიტომ რომ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, დედამიწა გეა არის და გეა კიდე გვეხმარება რა, ქალებს ცოტათი მაინც გვეხმარება. ადაპტაციის უნარი ჩვენი მთვარის გამო მაინც გვაქვს, ხო? და უფრო მარტივად ვცხოვრობთ რა. აი, მე ვამბობ ხოლმე, რომ ნებისმიერი ცუდი სიტყვა შინაბერა 1000-ჯერ მირჩევნია ნებისმიერ ბერბიჭას. ბერბიჭასთან ურთიერთობა არის ისეთი, აი რაღაც ვერ ადაპტირდებიან მორგებულ სიტუაციასთან და რა არ ვიცი, ძალიან რთულია მათთან ურთიერთობა. რაღაც თავის წესები აქვს. ბიძა მყავს აქეთ და ის რატო დადო იქ იმის გამო. ბიძა თავის დიშულს ეჭვება იმის გამო, რომ ეს რო აქ მეთქი ქალი რო იყო სიტყვდნენ რომ აი რას უშვება ქალს უკაცობა და თვითონ ესეთებია. მე მგონი რომ ქალებს უფრო მეტი ძალა აქვთ და მე მგონია რომ ეს დედამიწაზე ცხოვრება გეაზე ჩვენიანია დედაა ყველას ხო გვეხმარება რაღაცნაირად და თვალეც გვეხმარება რომელიც ამ ადაპტაციის უნარს უფრო გვაძლევს და ეს მამაკაცები რომელიც აი რავს მე მაკლი თქვენ არ გაკლიათ მამაკაცური მამაკაცები ირგვლივ მიდი მოადე ტიპები კი არა რო რა მითხარი ესეთი ტიპები კი არა გაწონასწორებული რომელსაც ვერც ეტყვი ვერაფერს აი ის რომ რა მითხარის ვერ გაუბედავ იმიტომ რომ შიგნიდან ისეთი მამაკაცური ძალა მოდის მისგან კულტურის ბრალიც არის ჩვენი რომლებიც დედაგენაცვალოსდიან ამ ბიჭებს ხო და ვაიმე როგორ დაიღალა ჩემი შვილი ну აი დაიღალა დაიძნებს გაიღოცებს კარგად იქნება რა შეჭამს წამოწვება 15 წუთში მზად არის რა პრობლემა არის აი რომ არ უნდათ აი არაფერი რო არ უნდათ ისეთი კაცები მიზნები რო არა აქვთ და სურვილები რო არა აქვთ ისეთი კაცებით არის ავსე ეს ქვეყანა იმ ფონზე როცა ცოლები გაუშვეს საშუალო არ ძალიან ქვეყანაში ვცხოვრობთ ამიტომ მაგ უფრო მეტად საუბარი ხოლმე ესეთ რაღაცებზე, იმიტომ რომ აი ჩემთვის არის ძალიან მძიმე ეს თემა რა, რომ ქალებს უშვებენ სადღაც. კი, მესმის და ანუ მე სამი ბიჭი მყავს და მაგიტო ვცდილობ რომ თავიდანვე ვუთხრა რომ თქვენ ხართ კაცები და აი თუნდაც ის რაღაცა ვალდებულებები, კაცური, ჩემი აზრით აი ზუსტად იმას აქში მოდის, უკვე თავის შეცნობას რო იწყებენ და არ არის აუცილებელი რომ ბიჭი იყოს 18-ის 20-ის და მე რო უთხრა რომ შენ ბიჭი ხარ. ანუ 10-12 წლიდან ვეუბნები რომ აი დედა, შენ ხარ ბიჭი და აი უნდა დამეხმარო თუნდაც, ხო? აი სიმძიმე კაცმა უნდა აწეს, რა ჩემთვის ეგ არის მოცემულობა. მე მინდა ვიყო სუსტის ქესი. შინაგანად მინდა ძლიერი ვიქნები, მინდა არა, მაგრამ მინდა ვიყო მე სუსტის გადასაწყვეტია რა. მე მინდა ამოვიღებ ხმალს და აფროდიტე გავხდები და მინდა არ გავხდები რა. და თავი დამანე დედა მინდა ვიყო, ცოლი მინდა ვიყო და ეს და აბა რას გავაკეთებ? ჩემი საქმე. მე მინდა ვიყო ქალი. შენი ფუნქცია ასრულე ხო? აი მესმის ეს. ახლა რა უნდა ვთქვა რომ მარსის შემდეგ არის მზის სისტემაში რაღაცა ასტეროიდების რკალი არის ესეთი რაღაცა, ну გეცოდინება თუ ჩემოდაც, რომელიც თითქოს გამოყოფს აი ამ პლანეტებს, პირად პლანეტებს, რომელიც ჩვენ ირგვლივ ან ჩვენზე ესე პირველ თვისებებზე ესე მოქმედებს და ამის შემდეგ არის უკვე სოციალური პლანეტები, იუპიტერი და სატურნი. სანამ ამაზე გეტყოთ, ეს არის მარსსა და იუპიტერს შორის არის პირადი პლანეტების სოციალური პლანეტებისგან გამყოფი ასტეროიდთა სარტყელი. ეს როგორ წარმოიქმნა და რანაირად წარმოიქმნა სხვადასხვა აზრი არის და თქვენ ამას ტექსტში ნახავთ და აღარ შევცებდები ამაზე. პირველი ასტეროიდი, რომელიც აღმოაჩინეს არის ცერერა, ამასაც მე ვნახავთ, რაში გავიყენებ და მეორე არის ვესტა, რომელიც აღმოაჩინეს. ეხლა ასტეროიდებს ზოგი ითვალისწინებს პირადი რუკის წაკითხვისას, ზოგი არ ითვალისწინებს. აქვე ვიტყვი დავაზუსტებ ერთ რაღაცას. ადამიანს გაჩნია რა. ანუ წარმოგიდგენთ როგორ უნდა გქონდეს დამუშავებული პირადი პლანეტები, მერე სოციალური პლანეტები, რომ კიდე ასტეროიდებს გამოეკიდო და იმათი ზემოქმედებაზე ილაპარაკო. დავიჯერო ახლა ყველას მე ჩემზე ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში დავამუშავე ვენერა და ამან მომცა მე მისაშ, რომ გავთიშო აღარ მიდა, ხო ეს გავთიშავ მას.
მოვჩით ლექციას და ეხლა პირად რაღაცებზე შეგვეძლება.